პირველი არხი წარმოგიდგენთ. სამშვიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. რამდენიმე საათიანი სხდომა და პოლიტიკური დებატები პარლამენტში, არჩევნები, საარჩევნო, საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმა, მიუკერძოებელი მედია, კონკრეტული შეთავაზებები არასაპარლამენტო ოპოზიციას, ინიციატივები, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე წარსდგა. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით დანიშნულ დებატებში მონაწილეობის სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა. ეს პარლამენტში პრეზიდენტის მეორე სტუმრობა იყო მას შემდეგ, რაც თებერვალში ქვეყნის პირველი პირი ტრადიციული საანგარიშო მოხსენებით წარსდგა. ინიციატივები, კონკრეტული შეთავაზებები და პასუხი მიხეილ სააკაშვილს დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. მე მახსოვს კარგად ჩვენი საუბარი. მადამდელი ადგილობრივი არჩევნები, მერის პირდაპირი წესით არჩევა, საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა, სასამართლოს და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და რეფორმების გაგრძელება, პრეზიდენტის შეთავაზებები, ოპოზიციას და ოპოზიციის პირველი შეფასებელი. ერთადერთი გამოსავალი ჩვენი არის წისვლა, ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი გამონათქვამი და ერთადერთი სიტყვით გამოითქვა ჩვენი კურსი. ეს არის რეფორმა და კიდევ ერთხელ რეფორმა. არანაირი ახალი მნიშვნელოვანი და არსობრივი ინიციატივა შიდა პოლიტიკურ პროცესებში რაიმე გარუღების თვალსაზრისით, არანაირი სიახლე გარე პოლიტიკური სტანდარტების გადახედვის თვალსაზრისით. სიახლე, სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტის ინიციატივებში მე ვერ დავინახე, იმიტომ რომ ეს ადრეც იყო მის მიერ გაჟღერებული. და ჩემთვის ეს იყო ბლა ბლა ბლა. აი ესე ვაფასებ. არანაირი მიზანშედეგობრივი არსი და ლოგიკა აქ არ ყოფილა. ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური საკითხების მოგვარება, უსაფრთხოების საკითხების მოგვარება არის ხელისუფლებისთვის, საპარლამენტო ოპოზიციისთვის მთავარი თემები და ჩვენ მზად ვარ ამ თემებთან დაკავშირებით ერთად ვიმუშაოთ და ვითანამშრომლოთ. ახალი ინიციატივები და ძველი წინადადებების დაკონკრეტება, განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები, ვინდა რა ფორმით ჩაერთვება შეთავაზებული რეფორმების პროცესში. არის დრო, როდესაც ჩვენ ყველას მოგეთხოვება, რომ გამოვავლინოთ უფრო მეტი ერთიანობა და ცივილურობა. იმ რეფორმების განხორციელებას, რაზეც იყო ლაპარაკი, ჭირდება მართველი გუნდის პოლიტიკური ნების გამოვლინება. ამიტომაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ დავინახეთ, რომ ამ მიმართულებით იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, ექნება აზრი ნებისმიერ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. როგორც უშუალოდ საწესო წევრი ქვის უფლებით, რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას და აქტიურ მონაწილეობასაც მუშაობაში. თვითმმართველობის არჩევნების პრეზიდენტის სცენარის მიხედვით დანიშვნა და 4 თვით გადმოტანა ნამდვილად არ ცვლის ქვეყანაში არსებულ რეალობას. 6 საათიანი დებატები პარლამენტში და პოლიტიკური ძალების არჩევანი. რამდენიმე წუთში დავით უსუფაშვილი, ლევან ვეფხვაძე, ნუგზარ ციკლაური პირველი თემის სტუდიაში. ეს პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ალიანსი საქართველოსთვის ერთ-ერთი შემადგენელი პარტიის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. საღამოშვიდობის ბატონ დავით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ დავით, პირველ რიგში მიდაგთხოვოთ შეფასება იმ ინიციატივებისა, რომელი ინიციატივებითაც გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი გუშინ საქართველოს პარლამენტში და რომელთა ადრესატიც გახლავთ არის საპარლამენტო ოპოზიციაც. თავისთავად ეს საინტერესოა, რომ ბატონი პრეზიდენტი მიბრძანდა პარლამენტში იმისთვის, რომ მიემართა არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის. ამას რომ სერიოზულად კონდეს გააზრებული ქვეყანაში შექმნილი კრიზისი და ამ კრიზისის დაძლევის გზასაც ხედავდეს, ალბათ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ურთიერთობის უფრო ადეკვატურ ფორმას მონახავდა. თუმცა პრეზიდენტს რა თქმა უნდა აქვს უფლება მივიდეს პარლამენტში და მან ეს უფლება გამოიყენა. იმ საკითხებს, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმა ისაუბრა, ძნელია დავარქვათ ინიციატივები, იმიტომ რომ თქვენ პრაქტიკულად ვერ დამისახელებთ ერთ საკითხს, რაზეც მან ისაუბრა, რომელიც იქნებოდა ახალი და რომელზეც მას არ აქვს უკვე ნასაუბრები, ძალიან ბევრჯერ, მათ შორის 1 წლის წინ, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, სექტემბერში, როდესაც იგი საუბრობდა არჩევნების კონკრეტული თარიღის დანიშვნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო კომისიაზე, მედიის გათავისუფლებაზე, მისივე დიქტატისგან, სასამართლოების გათავისუფლებაზე, სახელმწიფო დიქტატისგან.
ამ პოლიტიკური თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების დაცვაზე, სწორედ ამ ყველაფერზე საუბრობდა იგი შარშან სექტემბერში, როდესაც ის ცდილობდა კიდევ ერთხელ მოეწონებინა თავისი თავი ქართული საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ერთი წელი გავიდა, ამ თვალსაზრისით პრაქტიკულად არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა სწორი მიმართულებით. ამიტომ მან ერთი მხრივ გაიმეორა ის, რასაც ყოველთვის საუბრობს და შეეხმიანა ერთადერთ თემას. ესაა ვადამდელი არჩევნების თემა. ეს სიტყვა ვადამდელი, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ბოლო 3-4 თვის განმავლობაში გამართულ დებატებში, მან გადათარგმნა ასე, რომ როდესაც ოპოზიცია მოსახლეობის ძალიან სერიოზული ნაწილი ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, იმიტომ რომ ხელისუფლება შესაძლებელი ცენტრალური ხელისუფლება იმისთვის რომ დავძლიოთ სიღარიბე, უმუშევრობა, ის საფრთხეები რაც გარედან გვემუქრება, ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანობა, იყოს დაცული საკუთრება და ასე შემდეგ, ამისთვის საჭიროა იმ ხელისუფლების შეცვლა, რომელიც ამ ყველაფერს ხელყოფს. ნაცვლად ამისა, ნაცვლად ხელისუფლების ვადამდე შეცვლისა, სააკაშვილი საუბრობს საკრებულოების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი ორგანოების ვადამდე არჩევას, მაგრამ ესეც ვითომ. მერის პირდაპირ წესით არჩევაზეა საუბარი. მერის პირდაპირ არჩევნებსაც მოუბრუნდეთ ცალკე, მაგრამ რაც შეეხება თავად თუნდაც ამ ადგილობრივი ორგანოების ვითომ ვადამდელ არჩევნებს. ადგილობრივი ორგანოები ჩვენ ავირჩიეთ 2006 წლის შემოდგომაზე, მათ კონსტიტუციის მიხედვით ვადა გასდით 2010 წლის შემოდგომაზე. და სააკაშვილი გვეუბნება, რომ აი ამ ორგანოებსო 4 თვით ადრე აგარჩევინებთო, ოქტომბრის ნაცვლად მაისში და აი ესაა ვადამდელი ცვლილებები ამ ქვეყანაში. ეს არის ელემენტარულად ან იმისი უნარის არ ქონა, რომ ჩაწვდე პრობლემებს რაც ხდება ამ ქვეყანაში, ან დასცინო ყველას, მათ შორის საკუთარ თავს. იმიტომ რომ პოლიტიკურად არანაირი ცვლილება ქვეყნის ცხოვრებაში, საზოგადოების ცხოვრებაში არ არის მოსალოდნელი ამ ფაქტის გამო, თუ ადგილობრივი არჩევნები ოქტომბრის ნაცვლად მომავალი წლის მაისში ჩატარდება. ეს არ არის არანაირად ახლოსაც კი იმ პრობლემების მოგვარების საშუალება, რომელზეც ჩვენ საუბრობდით. რაც შეეხება მერის პირდაპირ არჩევნებს. სანამ კონკრეტულად მერის პირდაპირ წესით არჩევაზე ვისაუბრებდეთ, რა თქმა უნდა ზოგადი შეფასებებით დავიწყეთ, სურს გითხოთ, რომ არის საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული და მწვავე შეფასებები მოყვა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ხომ არ იქნება შთაბეჭდილება, რომ არც ერთი ინიციატივა, რა ინიციატივაც არ უნდა წამოვიდეთ ნებავ-შემოთავაზება ხელისუფლებისგან, არ არის ოპოზიციისგან მისაღები. თუ კი ყველა განცხადებაზე ისმის კრიტიკული შენიშვნა და თუ კი აბსოლუტურად ყველა განცხადება არის მიუღებელი, მაშინ სადავო საერთონის გამონახვა ძალიან გაჭირდება. ყველა არადეკვატურ განცხადებაზე იქნება ადეკვატური პასუხი, ანუ თქმა იმისა, რომ ეს განცხადება და ეს რიტორიკა ჯერ ერთი არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს, ისაუბრებდა ადამიანის უფლებების დაცვაზე და მე იმ მომენტში ხვდებოდი ჩვენი რესპუბლიკური პარტიის აქტივისტების მშობლებს, რომლებიც ციხეში არიან გამოუწყდეულნი, რატო? იმიტომ რომ ეს ხალხი მონაწილეობდა რუსთაველზე საპროტესტო აქციებში და მე ისინი დააკავეს და ციხეებში გამოამწყდეს იარაღის ტარების და ნარკოტიკების და ტროტილის ტარების შეთითხნილი ბრალდებით. ეხლა მე როგორ დავიჯერო ამ პიროვნების ნათქვამი, რომ ის ზრუნავს ადამიანის უფლებებზე, როცა ამას აკეთებს. მე როგორ დავიჯერო სააკაშვილის ნათქვამი იმაზე, რომ ის მართლაც თვლის, რომ მედიას სჭირდება მეტი თავისუფლება, როდესაც უცებ ამ ქვეყანაში სამ წამყვან ეროვნულ მაუწყებელს ერთდროულად მოუნდა რეფორმები. დირექტორების გათავისუფლება და ესე ვთქვათ, მაღალი სამენეჯერო ადგილებზე რაღაცა ცვლილებები. აი როგორ ხდება ეს ამბავი, თუ სამივე ტელევიზია, თქვენი, იმედი, რუსთავი 2 არ იმართება ერთი ცენტრიდან. ეს ხო ბუნებაში წარმოუდგენელია, რომ ერთი კვირის განმავლობაში სამივე ამ ტელევიზიის რეალურ მესაკუთრეს, თუ არა ხელისუფლებას, უცებ მოუნდა ეს ცვლილებები. როგორ წარმოვიდგინო და დავიჯერო ის, რომ მაგალითად ვიცი, რომ დღეს მედიის წარმომადგენლები ზოგი ტელევიზიების და პრაქტიკულად ბეჭდვითი მედიის უმრავლესობა ამზადებს წერილს ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისადმი, რათა მას მიმართოს იმ პრობლემებით, რაც მედიაში არის. ვინ არ მონაწილეობს ამ საკითხებში? ტელეკომპანია იმედი, რუსთავი 2 პირველი არხი. როგორ დავიჯერო, რომ სწორედ ამ ტელეკომპანიებს, რომლებმაც წესით ყველაფერზე მეტი უნდა იცოდნენ, მეტი ქსელი აქვთ, მეტი რესურსები აქვთ, მათ არიციან იმ პრობლემების შესახებ, რომელზეც სხვა ჟურნალისტები საუბრობენ. ეხლა როცა ეს ხდება, როგორ დავიჯეროთ, რომ პრეზიდენტი ამ ყველაფერზე სერიოზულად საუბრობს. იგივე ამბავი შეეხება ყველა სხვა საკითხს, სასამართლო სისტემას. რა ჭირდება სასამართლოს? სასამართლოს ჭირდება ის, რომ პროკურორმა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქალაქის მერმა და პრეზიდენტმა პირადად შეწყვიტონ მათზე ზემოქმედება. და მოსამართლეებს უთხრან, რომ თქვენ თავისუფალი ხართ. გადაწყვეტეთ ის, რაც გნებავთ. ესე იგი, როცა მათ ეს შეუძლიათ და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ზეწოლის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა. ძალიან კარგი, ეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღესაც არსებობს. ამაშია საქმე, რომ პრეზიდენტი მუდმივად იტყუება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოსამართლეზე ზეწოლისთვის დღესაც არსებობს, მაგრამ ამისთვის არც ერთი პროკურორი, არც ერთი გუბერნატორი, არც ერთი მინისტრი, არც ერთი სააკაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელი არ გათავისუფლებულა თანამდებობიდან არც პასუხისმგებლობაში მიცემულა. მოსამართლეზე და მერწმუნეთ ვერც თქვენ და ვერც მე ვერ მოვახდენთ ზეწოლას, ხო? გაქვთ თქვენ ბერკეტი, რომ წახვიდეთ ახლა და მოსამართლეზე ზეწოლა მოახდინოთ. მოსამართლე არის არათავისუფალი ვისგან, ხო ისმება კითხვა? ხელისუფლებისგან. ამიტომ გააკეთოს ეს, დაგვანახოს და მე შეიძლება რამეს დავიჯეროთ. რაც შეეხება ზოგადად ამისათვის საჭირო. როგორ? რა არის ამისათვის საჭირო, რომ თქვენ დაინახოთ ის, რომ ხელისუფლებას ძალიან მარტივი რამაა საჭირო, რომ დავინახო ის, რომ სამივე არხზე საკადრო გადაადგილება ერთდროულად არ ხდება, ესე იგი ეს სამივე არხი ერთ და იგივე პირს არ ეკუთვნის, დავინახავდი რაღაცას, დავინახავდი იმას, რომ ჟურნალისტები ნიუსში, როდესაც დღეს ქონდა ალიანს პრესკონფერენცია. პრესკონფერენცია მოვიწვიეთ ჯოზეფ ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ბატონმა ირაკლი ალასანიამ ამის თაობაზე გააკეთა განცხადება. ბატონმა გამყრელიძემ და მეც თქვით ორიოდე სიტყვა ამ თემაზე. მე როგორც წესი და რიგია, გავჩერდით ცოტა ხანს ტრიბუნასთან და ვკითხეთ, ხომ არ გაქვთ შეკითხვები. ახლა რა ხდება? თქვენი ახალი ამბები არ მინახავს, ამიტომ ცოდვას არ დავიდებ და არაფერს არ ვამბობ თქვენს არხზე. რუსთავიორს და იმედს დღეს საღამოს უყურე მთელი დღე და ვხედავ, რომ თურმე ჩვენ გაგვიმართია პრესკონფერენცია და ერთადერთი თემა გქონია გუშინდელი გამოსვლა პრეზიდენტის. აი ამას რომ აღარ დავინახავ ის რაც ჩემი თვალით ვნახეთ ჩემს ტყავზე ხდება, მაშინ რაღაცას ვირწმუნებ რომ იმათ რაღაცა გაიგეს ხელისუფლებას გულისხმობ და სწორი მიმართულებით გამენაბიჯებს. სანამ ეს არ იქნება. თქვენი მიმართვა გავრცელდა დღეს საინფორმაციო საშუალებებით, მე პირადადაც საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით შევიტყვე ტელევიზიებზე, და ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვეცემა ამაზე საუბრის საშუალება, მოდით ძალიან დეტალებში წასვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. შემოთავაზებებს დაუბრუნდეთ თბილისის მერის პირდაპირ წესის დარჩევა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადმოწევაზე ვისაუბრეთ. გადმოწევა ჩავთვალოთ რა არის გადმოწევა არ არის. ეს არის манипулირება სიტყვებით. ჯერ ერთი, კიდევ მეორებ. ქვეყნის პრობლემა არის ცენტრალური ხელისუფლება. კი ბატონო, მერის პირდაპირ წესით და ლაგოდეხში საკრებულოები რომ არ მუშაობენ, ეს ძალიან ცუდია. მაგრამ ისინი ამუშავდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება შეიცვლება. ეს ცვლილება ოპოზიციისთვის არაფერს ნიშნავს ის, რომ თბილისში მერი პირდაპირ წესით უნდა აირჩიოს. განვიხილოთ ეს საკითხი. თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიცია, პრაქტიკულად მთელი თბილისი ითხოვს უკვე 5 წელია. დამეთანხმებით 2004 წლის საკონსტიტუციო რეფორმიდან მოყოლებული, როდესაც 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები ახლოვდებოდა განსაკუთრებით, ეს იყო მთავარი მოთხოვნა ძალიან ბევრი მოქალაქის თბილისში. ანუ ის რომ პრეზიდენტის შემოთავაზება არის პასუხი ამ მოთხოვნაზე. აი, კარგად დაუკვირდეთ, როდის აკეთებს პრეზიდენტი ამას და რეალურად რისთვის ჭირდება ეს. ყველა გამოკითხვით, რაც არ უნდა გამოკითხვა აიღოთ სოციოლოგიური თბილისში ჩატარებული. გინდა ხელისუფლების მიერ, უცხოელების მიერ, ჩვენ თავად გუშინ მოგვივიდა ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩვენ შევუკვეთეთ. ყველა ამ გამოკითხვით ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ქალაქ თბილისში არ აღემატება 15%-ს. არც ერთი გამოკითხვა ამაზე მეც არ ლაპარაკობს. ახლა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დაინახა ერთი ძალიან მარტივი რამ, რომ თუ მომავალი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება იმავე სისტემით და საკრებულო აირჩევს მერს, იმ საკრებულოში სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტი შეიძლება კონდეს 15-20% ხმების. მაგრამ ესე იგი რა ხდება? ესე იგი რა ხდება? ინიციატივის სახით ხელისუფლება დიდი ხნის წინ დაიწყო ლაპარაკი. ლაპარაკი 3 წელია ლაპარაკობენ ამაზე რომ იქნებაო. მაგრამ მე გეუბნებით, რა მომენტში დგამს ის ამ ნაბიჯს? იმ მომენტში, როდესაც დაინახა, რომ ძველი წესით თუ იქნება მერი არჩეული, ანუ საკრებულოს მიერ და საკრებულოს არჩევნებში მან იცის, რომ ნაციონალური მოძრაობის მაქსიმუმი ეს არის 15-20%, მაშინ საკრებულო, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს მერად არ აირჩევს. აი ამ მომენტში აკეთებს ის ამ რეფორმას და ამ ნაბიჯს. არა მაშინ, როდესაც ამას ითხოვდა ხალხი და 4 წელია პრეზიდენტი ამაზე ფიქრობდა, რომ ეს საჭიროა, არ არის საჭირო, როგორ ქნა. ამას აკეთებს მაშინ, როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურა შეექმნა ასეთი. მეორე საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ოპოზიციურ პარტიებს აქვს შესაძლებლობა მათი წარმომადგენლობით დაკომპლექტოს საკრებულო და შესაბამისად ოპოზიციის წარმომადგენელი რომელიმე იყოს მერად არჩეული. თუ კი ეს ინიციატივა განხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია და ტელემაყურებელმა მინდა კარგად გაიგოს.
საკრებულო შედგება საკრებულოში შესული წევრებისგან, ხო? თუ ჩატარდება საკრებულოს არჩევნები, ნაციონალურ მოძრაობას ემუქრება მაქსიმუმ 15-20% საკრებულოს წევრები სამართლიანი არჩევნების პირობებში. შესაბამისად ის დანარჩენი 80-85% ესაა ოპოზიციის წარმომადგენლობა. შესაბამისად დიდი ალბათობა რომ სწორედ ოპოზიციამ დანიშნოს ის მერი, რომელიც მას უნდა. ეხლა სააკაშვილი რა თამაშს გვეთამაშება მერის პირდაპირ არჩევის შემოთავაზებით, რომელსაც მე კი არ უარყოფ და ვამბობ რომ არა ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. თუ საარჩევნო გარემო იქნება ნორმალური, მედია, სასამართლოები, პოლიცია, საარჩევნო კომისია, ამორჩეველთა სიები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ არჩევნებში გავეჯიბრებით ხელისუფლებას. მაგრამ სააკაშვილის გათვლა არის შემდეგი და ძალიან გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ. კი ბატონო. სააკაშვილი თვლის, რომ ოპოზიციიდან იქნება ბევრი კანდიდატები. იმიტომ რომ ვერ შეთანხმდებიან, იქნება ერთი პარტიიდან, მეორე პარტიიდან, ამ კოალიციიდან, იმ ალიანსიდან და ასე შემდეგ. და მოხდება რა? სააკაშვილმა გასულ საპარლამენტო არჩევნებშიც ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად მაჟორიტარულ არჩევნებში ჩადო ასეთი წესი, რომ ვინც მიიღებს 30%-ზე მეტს პირველივე ტურში, ის არის გამარჯვებული. ჩვენ ვამბობდით, რომ თუ გვინდა, რომ მართლა ამ რაიონის წარმომადგენელი იყოს პარლამენტში, მაშინ ამ რაიონის ამორჩეველთა უმრავლესობას უნდა მივანდოთ ეს როლი, ხო? ესე იგი 50% მეტი, გახსოვთ ეს ალბათ. ესე იგი მე მგონი ეს ლოგიკურია. თუ ამ რაიონს უნდა წარმოადგენდეს, მაშინ 50+1 უნდა იყოს. ეხლა მერის არჩევნების დროს სააკაშვილი ფიქრობს ასეთ რამეს, რომ ოპოზიციური კანდიდატები ერთმანეთს დაჭამენ, ნაციონალური მოძრაობიდან იქნება ერთი, რომელიც მიიღებს იმ 15-16%-ს, რომელიც ობიექტურად თბილისში ამ რაოდენობის ჩვენი თანამოქალაქეები უჭერენ ხარს ნაციონალურ მოძრაობას და მე უსურვებ მათ წარმატებას თავიანთ რჩეულ პარტიასთან ერთად, კიდევ ერთ 15-16%-ს იმავე გზებით და მეთოდებით, რაც დღემდე გაუკეთებიათ, მივამატებ, ანუ ჩემი კანდიდატი მიიღებს 32-ს, ოპოზიციის 5 კანდიდატი გაინაწილებს 16, 17, 18% და ამითი გაძვრება ხელისუფლების კანდიდატი. მე მინდა ვუთხრა მას, რომ ამ თემებზე ჩვენც ვფიქრობთ და ეს ხრიკი მას არ გაუვა. და თუ ამ მეთოდით ცდილობს, რომ თბილისის მერობა შეუნარჩუნოს თავის რჩეულს ვინმეს, ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ოპოზიცია ადეკვატურად მოიქცევა. ანუ რა იქნება ამ შემთხვევაში ადეკვატურად? იქნება ძალიან სერიოზული კონსულტაციები მერობის კანდიდატისთან დაკავშირებით. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას აზრი ექნება იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო გარემო იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ მართლაც გავეჯიბროთ ერთმანეთს. კი ბატონო, გადავიდეთ საარჩევნო გარემოზე. საარჩევნო კოდექსზე მიმდინარეობს მუშაობა, პრეზიდენტმაც გაუსვა ამის აუცილებლობის ხაზი, შესთავაზე ოპოზიციას დაკომპლექტეს ხელახლა საარჩევნო კომისია. ეს ყველაფერი ერთად თუ კი ჩაერთო ამაში პოლიტიკური ძალების უმრავლესობა და ეს ყველაფერი რეალურად განხორციელდა. არ იქნება ეს გარანტი იმისა, რომ ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომლის შედეგიც, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რომლის შედეგადაც წაგებული პარტია არ გააიგივებს თავის წაგებას გაყალბებასთან. ჩვენ ალიანსმა არაერთხელ განვაცხადეთ, ახლაც ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ხელისუფლებასთან სერიოზულ საკითხებზე და სერიოზული ლაპარაკისთვის. ეს შეიძლება შეეხებოდეს კომისიას, მედიას, პოლიციას, ნებისმიერ თემას. ოღონდ ეს უნდა იყოს სერიოზული საუბარი და მეც და სხვაებმა ჩვენ ალიანსის წარმომადგენლობა ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან ყოველ დღე მზად ვართ ამ თემებზე სერიოზული საუბრისთვის. და მე ამ სიტყვას რო ხوارობ სერიოზულს, გულისხმობ რას? ის რაც ხდება საარჩევნო კოდექსის შემუშავებელ ჯგუფში, ეს არის არასერიოზულობა. იმიტომ რომ ამ ჯგუფის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო 2008 წლის ნოემბრის ბოლოს. ჯგუფმა მუშაობა დაიწყო იანვრის ბოლოს, ეხლა რა არის რომელი თვეა? ივლისის ბოლოა. და რამე თუ გინახავთ ამ ჯგუფის მიერ შექმნილი, გაკეთებული, დაწერილი, შემოთავაზებული. 6 თვე რაზე მუშაობს ეს ხალხი? ეს არის არასერიოზული პროცესი. ამიტომაც არ მონაწილეობთ იქ სერიოზული ხალხი. თუ ხელისუფლებას მართლა უნდა ეს ცვლილებები, ამისთვის ძალიან მარტივად შეიძლება დაჯდომა. შემთხვევაში უფრო ყოფილიყო სერიოზული შედეგი. თუ გახსოვთ, ეს არ ვიცი თქვენი ეთერი იყო, თუ ის ეთერი იყო, არა თქვენი არ იყო, ბოდიშ ვიხდი. მე მიხეილ მაჭავარიანსაც კი შევთავაზე პირდაპირ ეთერში. მქონდა დებატები, რომ ყველა ის საკითხი, რაც საარჩევნო კოდექსში მოსაგვარებელია. მე და შენ ვუთხარი, შეგვიძლია 3 დღეში გავიაროთ და დავდოთ კონკრეტული სქემები. და ვუთხარი, ხვალვე შევხვდეთ და დავიწყოთ ამაზე მუშაობა. მას მერე მაჭავარიანი აღარ მინახავს. თუ სერიოზული განზრახულობა იქნება, ყველა პრობლემას მოევლება. პირველი არხის თემასაც მოევლება და ის უბედურება, რაც ამ არხს ჭირს, დასრულდება და მე ვარ მომსწრე 20 წლიანი უბედურების ამ არხთან დაკავშირებით. 1990 წლის არჩევნების წინაღამეს აქ რა ხდებოდა
როცა არჩილ გოგელია იყო დირექტორი და ვიღაც ავტომატით მოუვარდა და მე ერთ უბედურება იყო. მას მერე ხდება ეს უბედურება. ეს დასრულებადია ძალიან კონკრეტული ნაბიჯები თუ გადაიდგმება. ეს დასრულებადია კერძო, ეგრეთ წოდებულ კერძო მედიებთანაც. რუსთავი 2 იქნება ეს თუ იმედი იქნება. და ეს თუ ამის დასრულება მართლა უნდა ჩვენ ამას ერთ კვირაში მოვაგვარებთ. ანუ ხელისუფლების მხრიდანებაა საჭირო მხოლოდ იმისათვის რომ თქვენ შორის თანამშრომლობა დიალოგი და შემდეგ შედგეს. ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ერთი ფრაზა, რომელსაც მოусმინე. მე სულ არ მიდევნებია თვალი, მაგრამ ბოლო გამოსვლას ვადევნე. მან თქვა, რომ ჩემს არ აქვს მნიშვნელობა მე ტაშით გამაცილებენ თუ სტვენითო. ჩემთვის მნიშვნელობა იმას აქვს, რომ მე ძალაუფლება ხალხს დაუტოვო და არა ცუდ ადამიანებსო. აი, ვიღაცები ბოროტი ხალხი რომ არის აქ ამ ქვეყანაში ალბათ ჩვენი ჩათვლით და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს. აი აქ გამოიკვეთა და აი ეს იყო მისი გულსხმელი პასუხი კითხვაზე. ის ამბობს, რომ მე არ მოგცემთ საშუალებას, თქვენ ხალხო, თქვენ გადაწყვიტოთ ვინ უნდა იყოს თქვენი მმართველი. სანამ მე ვარ, მე ვიქნები, მე თუ წავალ, მე განსაზღვრავ ამას, ვინ არის ცუდი, ვინ არის ბოროტი, აი მედიას ხო შეიძლება შეეშალოს, ხო? და აი პრორუსულ ძალებს გაუხსნას ეთერი, აი დაიღუპება ქვეყანა. მოსამართლეს ხო შეიძლება შეეშალოს და ანტისახელმწიფოებრივი მოქალაქეების სასარგებლო გადაწყვეტილებები გამოიტანოს. აი ეს მენტალიტეტი სამწუხაროდ ღუპავს ამ ხელისუფლებას და ღუპავს ქვეყანასაც. ჩვენ ვამბობთ, საჭიროა კომპლექსური გეგმა ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის. ეს უნდა იყოს კომპლექსური და მართლა გააზრებული და მართლა გულწრფელად მონდომებული. ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობა ალბათ და მე თანხმობთ. ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობისგან ღმერთმა დაგვიფაროს. 225 პოლიტიკური ძალაა რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში. ახლა თუ ამათ ყველას მოუყრით თავს, ყველა მიცის ძირითადი პოლიტიკური ძალები. პარლამენტში არის 2 ასეთი ძალა, რასაც ხედავთ ყველა თვალსაზრისით. პარლამენტს გარეთ არის რამოდენიმე ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც პასუხისმგებლობის აღებაც შეუძლია და ეს არის ჩვენი მოვალეობა. და თქვენ მზად ხართ ამ პროცესში უპირობოდ ჩართვისათვის? უპირობოში რას გულისხმობთ? მე არ მაქვს პირობა იმაზე, ვინც ადიჯდება, ვინც დაჯდება. აი, თუნდაც ის მოთხოვნები, რასაც აქამდე აყენებდა არა საპარლამენტო ოპოზიცია. ჩვენ ერთგული ვართ იმ 6 პუნქტიანი შეთავაზების, რომელიც ხელისუფლებას გავუგზავნეთ, რომელიც იყო ვადამდელი არჩევნები, მედიის თემები, სასამართლოს თემები, პოლიტპატიმრების თემები და ასე შემდეგ. მაგრამ ამ თემებს პირველ საკითხებს ყოველ შემთხვევაში ამ 6 პუნქტიანი გეგმის ხელისუფლება არ განიხილავს. ჩვენ მას უთხარით, დავიწყოთ ნებისმიერი თანმიმდევრობით. აი ბოლო ხო წერია იმედის გადაცემა ოჯახისთვის, ანუ კანონიერი მესაკუთრისთვის. კი ბატონო, ამით დავიწყოთ. მე წავიდეთ. წერია თქვენს გეგმაში და ხელისუფლების შემოთავაზებაშიც. ყველაფერზე სერიოზული საუბრისთვის ჩვენ მზად ვართ. იმიტომ რომ ჩვენ თვლით რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ძიძგილაობას არ უნდა გადაყვეს ქვეყანა. ან თუნდაც ის რომ ეს ერთი კონკრეტული საკითხი ემთხვევა თქვენი გეგმიდან ხელისუფლების შემოთავაზებას, გვაძლევს ეს საფუძველს ვივარავდოთ რომ დაიწყება სერიოზული დიალოგი. კიდევ მეორე ალიანსი საქართველოსთვის ყოველ წამს, ყოველ წუთს არის მზად სერიოზული საუბრისთვის სერიოზულ ხალხთან. მე ვერ შევცვლით ჩემი სურვილებიდან გამომდინარე ვინმეს იმ თავრობაში. დღეს ვიღაცა ზის იქ და რაღაცას წვეთს. ძალაუფლება მის ხელშია. მე რო ეს არ ვაღიარო, მაშინ არ უნდა ვიჯდე აქ და სადღაც ყველგან უნდა ვიყო. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, მიუხედავად ჩემი შეფასებისა მათი საქმიანობის, მიუხედავად ჩემეული გააზრებისა მათი მომავლის შესახებ. ზოგი ალბათ ციხეში, ზოგი ალბათ არ ვიცი სიდნისის კეჯნით სახლში და ქუჩაში ვეღარ გამოვა, მიუხედავად ამ ყველაფრისა. დღეს არის ეს რეალობა და ჩვენ მზად ვართ აი ამ ხალხს ველაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზებზე. იმიტომ რომ ამის გარეშე, დიალოგის გარეშე და შეთანხმებების გარეშე სხვა ყველა გზა არის უარესი. იმიტომ რომ ჩვენ გამოიქვა ინიციატივა, კერძოდ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი რომ შეხვდეს ოპოზიციას, ან უნდა ვივარავდოთ რომ ასეთი შეხვედრა, პირველი შეხვედრა ამ დაპირისპირებული ვითარების ფონზე შედგა რამდენიმე თვის წინ, უნდა ვივარავდოთ რომ ასეთი შეხვედრა შედგება. დღეს ჩვენ აი იმ ბრიფინგზე, რომელიც ასე გააშუქა ზოგიერთმა ტელევიზიამ, ვთქვით ძალიან სერიოზული რამ. კერძოდ რომ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს რა თქმა უნდა მივესალმეთ, რა თქმა უნდა ვთქვით რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეერთებული შტატები უპირობოდ უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ეს არა მაშინ ქვეყანა იქნებოდა უმძიმეს დღეში. ასევე ვთქვით რომ ჩვენ გვჯერა რომ ბატონი ბაიდენის ვიზიტი იქნება სრულიად განსხვავებული პრეზიდენტ ბუშის ვიზიტისგან. პრეზიდენტი ბუში ჩამობრძანდა და მას შემდეგ სააკაშვილმა 2 წელი ბოდიშვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ იბაირამა, რომ აი ბუში მხარს მიჭერს და რასაც მინდა იმას გავაკეთებ.
ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოში არ ჩამოდის იმისთვის, რომ მერე სააკაშვილმა და მისმა გუნდმა კიდევ 2 წელი იძახონ, რომ ამერიკამ ხარს გვიჭერს. ის ჩამოდის იმისთვის, რომ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება და მისი წასვლის შემდეგ ძალიან კონკრეტულად მოეკითხოს ყველას, ასრულებს თუ არა ვალდებულებას. ამის ვარაუდის საფუძველს მაძლევს პირადად ბაიდენთან საუბრები, მის უახლოეს მრჩევლებთან საუბრები, მისი განწყობები და საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განწყობები. მე ზუსტად ვიცი, რომ შეერთებული შტატების დახმარება პირდაპირ იქნება მიბმული ძალიან კონკრეტულ საკითხებთან. ეს მედიაც იქნება, სასამართლოც იქნება, ადამიანის უფლებები იქნება, პოლიცია იქნება, არჩევნების თავისუფლება იქნება და ბევრი სხვა. და ჩვენ ვთქვით ერთი რამ. და ბატონ ბაიდენს მიმართეთ თხოვნით, ჩვენ მანამდეც მიმართეთ მას წერილით, სადაც კიდევ უფრო დეტალურად ზოგიერთ ზრომბიერ საკითხზე ჰქონდა საუბარი. ბატონ ირაკლი არასანია შეხვდება ბაიდენს და კიდევ ერთხელ იქნება მასზე მსჯელობა. ჩვენ საკითხს ვამთ ასე. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სასურველი იქნება ჩვენი აზრით დღეს უნდა გადადგან ერთი საპასუხისმგებლო ნაბიჯი. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დალაგებას სჭირდება სერიოზული გარანტორი და ნაწილობრივ მედიატორიც. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცდილების მქონე პირის სახით. ასეთი მოდელი თუ შეიკრება, ჩვენ ალიანსი მზად ვართ და ძალიან ბევრი მონახაზი გვაქვს უკვე მზად, შევთავაზოთ ხელისუფლებას, საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან კონკრეტული გეგმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის, რომელიც გულისხმობს ვადამდელ არჩევნებსაც, კონსტიტუციის მიღებასაც ისე როგორც ეს საჭიროა და ძალიან ბევრ სხვა რამესაც. ვინ შეიძლება იყოს ასეთი შუამავალი? იგივე დაპირისპირების პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ძალიან ხშირად მართავდა შეხვედრებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვთქვათ, წარმატებული შუამავლობა ვერ შედგა. სხვა ტიპის გარანტორზე და შუამავალზე ვსაუბრობ, ვერც ერთი ბიუროკრატი კარგი გაგებით, ანუ ელჩი და ბატონი სემნები ჩავთვალოთ, რომ ელჩის რანგის ფიგურა, ის ვერ გამოდგება აი ამ პოლიტიკურ პროცესებში გარანტორის თუ მედიატორის ფუნქციისთვის, იმიტომ რომ ისინი თავად არიან ვიღაცის წარმომადგენლები და მათი მანდატი არის უკიდურესად შეზღუდული. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტეტულ ფიგურაზე, რომელიც სულ არ არის აუცილებელი იყოს რაიმე თანამდებობის პირი. ვინ შეიძლება იყოს ასეთი ფიგურა? მე ნებისმიერი ვისაც ახლა დავასახელებ, შეიძლება ამითი ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, პერსპექტივა აქვე დასამარდეს, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ასევე სერიოზული საუბრის შედეგი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ დავადებთ ხელს ვინმეს და ხელისუფლებამ ამაზე ხელი აგვიწიოს. არა, თუ ჩვენ მართლა გვინდა ამ პროცესიდან გამოსვლა, მართლა გვინდა დავახციოთ თავი იმ უბედურებას, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ქუჩაში თუ შემთხვევით ერთმანეთს შეხვდნენ, აქეთ-იქეთ იყურებიან, იმიტომ რომ მიუღებელ ტონად არის ჩათვლილი ის, რომ მიესალმოკიდეთ ადამიანს, აქამდე დავეშვით. აი ეს უნდა მორჩეს. ეს უნდა მორჩეს და ამისთვის საჭიროა სერიოზული საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას ამაზე წამოსვლა მოუწევს. კითხვა მხოლოდ ასე დგას, კიდევ უფრო დიდი დანაკარგების შემდეგ ქვეყნისთვის, თუ საკმარისია რაც დავკარგეთ, რაც გავაუბედურეთ ეს ქვეყანა და მოვედით გონს და მზად ვართ ამაზე სასაუბროთ. კითხვა აი ამაშია მხოლოდ. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დავით უსუფაშვილი გახდათ პირველი თემის სტუმარი, დაგველოდეთ გადაცემა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია, ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან დეპუტატები ნუგზარ წიკლაური, ლევან ვეფხვაძე, საღამოშვიდობის ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. გუშინდელი პოლიტიკური დებატები პარლამენტში არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. ბატონ ლევან, პირველი პრეტენზიები, რაც გაისმა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, იყო ის, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი შენიშვნები დარჩა პრეზიდენტისგან უპასუხოდ. რა კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი? ჯერ უნდა ვთქვა, თვითონ პრეზიდენტის გამოსვლა იყო ორი. პირველი იყო შეთავაზებების ბლოკი, ეს ეგრეთ წოდებული შეთავაზებები და მეორე ბლოკი იყო ეს ეგრეთ წოდებული პასუხები იმ ჩვენს შენიშვნებზე, შეთავაზებებზე და ამ შემდეგ რაც ჩვენ გავაკეთეთ. ინიციატივებსაც აუცილებლად ისაუბრებთ. ბოლოდან დავიწყოთ ესე იგი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასებას გთხოვთ, რაც ბოლოს მოისმინეთ. სამწუხარო არის, რომ მე ხა სხვების გამოსვლებზე მე ვისაუბრებ ქრისტიან დემოკრატების გამოსვლებზე. ჩემი მაგდას გიორგი ახვლედიანის, გიორგი თარგამაძის გამოსვლები დაახლოებით 80% თემების საკითხების დარჩა პასუხგაუცემელი, ისევე როგორც პოლიტიკური, განსაკუთრებით პოლიტიკური თემები, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ კი ბოლო გამოსვლის 80% ბატონმა პრეზიდენტმა მიუძღვნა უსაფრთხოების თემებს, თუ შიდა პრობლემები ვერ მოგვარდა, თუ შიდა სტაბილურობას ვერ მივაღწიეთ, მაშინ უსაფრთხოების ვთქვათ, ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოება ძალიან დიდი კითხვის ნიშნებს ქვეშ იქნება და ეს აჩვენა
სხვა შორის აპრილმა და მაისმა და ჩვენ არ გვინდა რომ იგივე გამეორდეს. ამიტომ რაღაცა ფორმით უნდა მოხდეს, ეს იქნება დიალოგი, ეს იქნება დალაპარაკება და არა სხვა შორის კანონების მიღება და აკრძალვა რაღაცები. შეზღუდვა არ უშველი საქმეს. თავარი არის პასუხისმგებლობა დღეს აკისრია ხელისუფლებას, თუ მას ამ პასუხისმგებლობის აღება არ უნდა, მაშინ ეს სხვა მომენტია და სხვა საუბრის თემაა, მაგრამ რადგანაც ამობენ რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავალზე, მაშინ ეს ხელისუფლება ასევე უნდა ფიქრობდეს ქვეყანაში როგორი პოლიტიკური მდგომარეობა იქნება შემოდგომაზე. მე რაც უსმინე ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მე სამწუხაროდ დამრჩა შტაბ-ბეჭდილება, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც არის დროებითი ამ მინი წარმატებით, ეიფორიაში წარმატებით, იმიტომ რომ ჯერჯერობით აქციებმა ცხადია ის ნაყოფი ვერ გამოიღო, იმიტომ რომ მხოლოდ აქციები არაა საკმარისი იმისათვის, რომ სააკაშვილი ჩაჯდეს თვითმფრინავში და გაფრინდეს, ეს არის 2x2 4, მაგრამ მეორე მომენტია, რომ თვითონ ის რომ დღეს აქციაზე არ დგას იმდენი ადამიანი, რამდენიც იდგა აპრილში, არ უნდა მისცეს ხელისუფლებას იმის საშუალება, არ უნდა მისცეს ხელისუფლება, არ უნდა აღიქვას ეს რომ მუხტი მოკვდა, რომ ეს ადამიანი სადღაც აორთქლდნენ და შესაბამისად არ უნდა ჩავარდეს ეიფორიაში. თქვენ როგორი მოლოდინი გქონდათ პრეზიდენტის გამოსვლას? მე განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა, იმიტომ რომ ვითვალისწინებდი სწორედ პოლიტიკურ სიტუაციას და იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი ხელისუფლების დამოკიდებულება პროცესებზე, იმიტომ რომ ხელისუფლება რბილი და თბილი ხდება, ესეთი სინუსოიდაა. რბილი და თბილი ხდება გარკვეულ მომენტებში. მე ისევ როცა შეატყობს, რომ ის ისევ ძლიერი, ისევ როცა უჭირს მას. ანუ დღეს ის იყო თბილი და თბილი იყო, განსაკუთრებულად თბილი და თბილი იყო ომის და მერე პერიოდში, მერე გაამკაცრა ხაზი, მე როცა ხალხი გამოვიდა, ცოტა ისევ და აპრილი გახდა თბილი და თბილი, მე როცა ხალხის რაოდენობამ დაიკლო, ისევ უხეში გახდა, როცა დღეს უკვე პრაქტიკულად დღე-დღეზე აიღებენ უკვე რუსთაველზე იმ საკნებს, ხელისუფლებამ იგრძნო ძალა საბოლოო, რომ დღეს არიან ისინი გამარჯვებულები, მაგრამ ეს არ არის გამარჯვება, იმიტომ რომ ეს ხალხი არსად არ აორთქლდება, პრობლემები ქვეყანაში არის და ეს ხალხი ის გარკვეული პირობების შემთხვევაში ისევ გამოვა ქუჩაში. ოღონდ ხალხმა ადამიანებმა უკვე დაინახეს, რომ მხოლოდ გამოსვლა არ შველის ამას და შეიძლება ეს პოლიტიკური ბუნდიც არ იყოს, სხვა შორის შემოდგომაზე, იმიტომ რომ შემოდგომისთვის ძალიან მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას ველოდებით, ამას სხვა შორის მთავრობა აღიარებს, პრეზიდენტს რამოდენიმეჯერ აღიარა და ჩვენ არ გვინდა რომ ეს ყველაფერი სოციალურ ბუნდში გადაიზარდოს, რომელიც ძალიან ცუდად თავდება ხოლმე როგორც წესი. ამიტომ დამოკიდებულება მე ვფიქრობ, რომ სიტუაციის მიმართ იყო არაადეკვატური, ეს იყო რაღაც გამარჯვებული, წარმატებული ხელისუფლების გამოსვლა, მაშინ როცა გაცილებით თვითკრიტიკული უნდა ყოფილიყო ხელისუფლება. კარგით, რამდენად ადეკვატური და რამდენად ადეკვატური იყო რეალურ ვითარებასთან შედარებით ეს ინიციატივები, რაც წარმოადგინა პრეზიდენტმა ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე მოლოდინებზე და შეფასებებზე. ბოლო შეფასებებზე მინდა გავაკეთო, როცა ჩვენ ველაპარაკებოდით, ბოდიში ბატონო გზა 30 წამი და მე მოგეცემათ, მე არ შეგაწყვეტინებთ, როგორც თქვენ არ მაწყვეტინებთ, ეს კარგი ჟესტია ბატონო გზა. შემდგომ ის პოლიტიკური თემები, რაც ჩვენ დავასახელეთ, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ჩვენი აზრით, ამ ადამიანების ოჯახის წევრების აზრით არის ის რომ დაუშვათ ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ან იარაღი, იმიტომ რომ ჩვენი აზრით ცხადია, რომ ეს ადამიანები იყვნენ მიტინგზე და ამაზე ვერ იმისმეთ დაუშვათ პრეზიდენტის შეფასებებს. ასევე უამრავ პოლიტიკურ თემაზე, რომელიც ქონა გიორგი ახვლედიანს, გიორგი თარგამაძეს, არ ვისმეთ პოლიტიკურ შეფასებებს და მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ თემებზე აკეთებს პრეზიდენტი აქციას. მე კიდევ თქვი, რომ საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის ხელისუფლება არის მყარა თუ შიდა პოლიტიკა არის სტაბილური. თუ რაღაცა სამართლიანობის გრძნობა არ გაჩნდა ამ ხალხში, მე მგონი რომ აი ეს სტაბილური საგარეო პოლიტიკური კურსი ქვეყანას ვერ ეკნება. თუ შეიძლება, ბატონო გზარ, თქვენ როგორც უმრავლესობის წევრს რა მოლოდინი გქონდათ პრეზიდენტის გამოსვლისას და რა შტაბ-ბეჭდილება დაგჭირთ, რამდენად სრულად გაეცა პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც წამოყენებული იქნა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ამ პოლიტიკური დებატების მიმდინარეობისას. საპარლამენტო ოპოზიცია დღესაც განაცხადა ბატონმა ლევანმა დარჩა უკმაყოფილო, თუ შეიძლება ასე თქვა და არა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ამ დებატებს და პრეზიდენტის გამოცვლას მიეცა შეფასება როგორც არასერიოზული და არაადეკვატური. ეხლა ბატონ ლევანი საუბრობდა რომ რაღაც სინუსოიდაზე მე სიმართლე გითხრათ ვერ მივადევნე თვალი, თუმცა კარგად მესმოდა რა პერიოდებში იწევდა და კლებულობდა სიტკბო ხელისუფლების რიტორიკაში. მე არ მგონია რომ ასეთი რამ სინამდვილეში ხდება, გაცილებით სერიოზულად არის საქმე და გაცილებით სერიოზულად უყურებთ იმ პროცესს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს, ნამდვილად არ ვაპირებთ
არც ერთ პრობლემაზე თვალის დახუჭვას და დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ადამიანს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასაც, რომელიც გუშინ გამოდიოდა იქ და აფიქსირებდა თავის პოზიციას მთელ რიგ საკითხებთან და დაკავშირებით. სხვა საქმე არის, რომ ბევრი რამ რაცაც იყო საუბარი შესაძლოა არის მიუღებელი ჩვენთვის, ბევრი რამ არის ისეთიც, რომელიც მოითხოვს შემდგომ ყურადღებით და დეტალურად გაანალიზებას. საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან და იყო გუშინ ახლა ამაზე საუბარი, ჩვენ რო ახლა საგნობრივ კამათში შევიდეთ, ძალიან ძნელი იქნება. გუშინ იყო საუბარი და 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც არ უნდა მოვისურვო ახლა რომ უფრო შევამჭიდროოთ ეს ხო მაინც 20-იან ფორმატში ამას ვერ შევძლებთ. მე არ უყურებ ასე, ჩვენგან იყო შეთავაზებები და იცით რომ ეს არის გაგრძელება დიალოგისა ოპოზიციასთან, მის საპარლამენტო ნაწილთან და აგრეთვე არასაპარლამენტო ნაწილთან, არის შეთავაზება საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით, არ იყო ახალი ერთი ბატონი ბრძანებდა წეღანა აქ, ბატონი უსუფაშვილი ახალი ბევრი რამ არ იქნება ამ ქვეყანაში, მაგრამ რაც არის არ არის მიღებული და რაც მგონია რომ ცივილიზებულ ბრძოლის ფორმებზე გადაიყვანს პოლიტიკურ პარტიებს, იმ შეთავაზებების ხელახალი გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა გზა თქვენ არ კონკრეტად რა იყო პარლამენტის ხმათა დარბაზში წამოყენებული საკითხებიდან უმრავლესობისთვის მიუღებელი? აუთ ბევრი რამ იყო მიუღებელი, მაგალითად ხელაღებით ახლა ამბობდნენ რომ ვიღაცას ნარკოტიკებს უდებენ, ვიღაცას იარაღს უდებენ, ეს არის რაღაც ძველი თემა, მაგალითად ბატონი უსუფაშვილიც ასე ამბობდა რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომ დაწვეს მისი მანქანა, აღმოჩნდა რომ თვითონ დაწვა ეს მანქანა. აქ არის ძალიან ბევრი პრობლემა, მე მაინც მინდა რომ განვმარტო იმ საზოგადოებისათვის, ხალხისათვის, ვინც ახლა უყურებს ჩვენ გადაცემას არსი ჩვენი შეთავაზებების და ის ალტერნატივა, რომელიც ქართული პოლიტიკური საზოგადოების წინაშე დგას. ეს გახლავთ ერთის მხრივ გამუდმებული და პერმანენტული განცხადებები, რაზეც საუბრობდა. ვერ მოვახერხე აზრის დასრულება. აუცილებლად ვისაუბრებთ შეთავაზებებზე და ინიციატივებზე, რამდენი მნიშვნელოვანია და რა შეცვლის ეს რეალობაში, მაგრამ თუ კი არა საპარლამენტო ოპოზიციას აქვს კონკრეტული ბრალდებები ხელისუფლების მისამართით, იგივე ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მათ ალბათ უნდა გქონდეთ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების, ბატონ ლევან. ანუ ვინც ამას ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არის, მე გეტყვით, რომ თითოეულ რაიონში დაახლოებით 2-3 ადამიანი არის დაკავებული ესეთი ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ თბილისში მანიფესტაციებზე. მე რატო ვახსენე? იმიტომ რომ უკაცრავად პრეზიდენტმა აღარ მახსოვს რიცხვი, როცა იყო შეხვედრა ჯერ არასაპარლამენტო, მე საპარლამენტო ოპოზიციასთან, იქ მისცა გარკვეული სიტყვა და მე გამოვიდა და თქვა რომ მე თქვენ გეუბნებით და პირობას გაძლევთ რომ არც ერთი ადამიანი რომლებიც მიტინგში მონაწილეობდით პრობლემა არ ჩვეულებრივ ადამიანებზე იყო პირველ რიგში საუბარი, მაგრამ მივიღეთ საპირისპირო შედეგი, იმიტომ რომ ეს ადამიანები ხელისუფლება ემზადება შემოდგომისთვის. ეს მანიფესტაციების შესახებ კანონი სწორედ მზადება შემოდგომისთვის. მე ამიტომ ვამბობდი რომ აქ საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს შემოდგომისთვის ემზადები რაღაც აკრძალვით. ან იმით რომ ვინ შეიძლება რეგიონში თითოეული ადამიანი რომელსაც ჩამოყავდა 10, 20, 30 ადამიანი ყოველ რაიონიდან ის შენ დაიჭირო რომ არავინ აღარ იყოს ჩამომყვანი. ეს ხო პრობლემას არ განმუხტავს. მე გუშინ მოვიყვანა ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც სხვა შორის ბატონი დავით უსუფაშვილის პარტიის წევრია, გუდაძის მაგალითი გორში. მე რატო ვიცნობ, იმიტომ რომ ამ ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ და ამ ადამიანს ბოდიში და ეს გამოთქმისთვის ჟარგონია ლიმონკა, ანუ ხელყუმბარა ცხოვრებაში ადამიანს იარაღი არდებია ხელში, წესიერი ოჯახის შვილია და ამ დროს მთელმა გორმა იცის ესეთი ბიჭია, ამ დროს ხელყუმბარას აღმოაჩნდა ჯიბეში. ხა ეს პარალელი იმ პარალელთან ბატონო ნუგზა, როცა ადამიანმა თავის მანქანა დაწვა, რომ დაზღვევის მიზნით, ნუ ესეთი ოფიციალური ვერსია, აქ რა გამოდის, რომ ადამიანმა თვითონ ჩაიდო ეს ლიმონკა თუ რა ქვია, ხელყუმბარა ჯიბეში და მე მივიდა პოლიციაში და უთხრა დამიჭირეთ აგერ ხელყუმბარა ვიდეოსო. ეს მგონია რომ არის კორექტული შედარება. არა, თქვენ შეადარეთ და იმით ბატონ ნუგზა, იმიტომ მოვიყვანე ეს მაგალითი. ფაქტი მოვიყვანე, იმიტომ რომ კიდევ ერთ მაგალითი მოვიყვანე. ხო, რესპუბლიკურ პარტიაზე საუბარი, მაგრამ ლიდერები და თქვენს რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა, აღმოჩნდა რომ კაცმა დაწვა თავის მანქანა, თავის პირადი გამორჩენის და კიდევ ალბათ რამე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით. ბატონ ლევან, მე მინდა დავასრულო წეღანდელი აზრი, ბოდიში ვიხდი, ალტერნატივა იმ გზას, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ახლა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს არ აქვს. იმიტომ რომ თუ ჩვენ არ დავხვეწეთ საარჩევნო კანონმდებლობა და თუ კი არ შევჯერდით ისეთ ვარიანტზე, რომელიც მოგცემ შესაძლებლობას, რომ არჩევნების შემდეგ აღარ დავაყენოთ ეჭქვეშ არჩევნების შედეგები, ხო,
არავითარ შემთხვევაში არაფერი არ გამოვა და ყოველთვის იქნება რა თქმა უნდა საუბარი იმაზე რომ იცით რომ მართლაც წავაგე ესე იგი გაყავდა არჩევნები ამ შემთხვევაში თქვენ არ გააპროტესტებთ არჩევნების შედეგებს თუ ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი იქნა დაბალი რაც მე პირადად ჩემში ძალიან დიდ ეჭვებს იწვევს იქნება ის მაჩვენებელი რაც მიიღებს ნაციონალური მოძრაობა მაგრამ სწორედ მაგას ვამბობ ისე თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ შემთხვევა რეგიონების სხვა შემთხვევაში განსხვავებული თამაშის წესებზე ისე რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ მოდი თბილისზე ვისაუბროთ რადგანაც არის შემოთავაზება რომ არჩევნები უახლოესი არჩევნები ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის და თბილისის მერის არჩევის წესი შეიცვალოს ძალიან იცით რა არის ეს შემოთავაზება როცა გაკეთდა მე ცოტა გამიკვირდა იმიტომ რომ პრინციპში ერთი თვეა ჩართეთ ტელევიზორი და ნახეთ ტელევიზორი ანუ სხვა არხებზე გადარჩეთ და ნახავთ რომ ერთი თვეა გიგი უგულავა ნაციონალური მოძრაობის მოქმედი მერი წარმომადგენელი ატარებს არჩევნო კამპანიას და თუ არ ვწდები 7 აპრილს იყო ნინო შუბლაძესთან თუ მანამდე 4 თუ 5 აპრილი იყო ბოდიში პარასკევს ნინო შუბლაძესთან ეთერში სადაც პირველად გააჟღერა რომ მე გთავაზობთ ნაციონალური მოძრაობის სახელით რომ თბილისში იყოს პირდაპირ არჩევითი მერე. ხა იგივე ეს გამეორება შეთავაზებად რატო ოპოზიციას რატო გაუჩნდა ბატონ ნუგზარი ესეთი განცდა რომ ეს შეთავაზებები არაადეკვატური იყო. არაადეკვატური იყო ეხლა თორე თავის დროზე ამაზე იყო უკვე მსჯელობა ადამიანებმა საკუთარი პოზიცია გამოთქვეს და ეხლა ისევ იგივე საკეთებ რომ მე შეგთავაზობ არჩევნებს და უბრალოდ მეუნები მიზუსტებ თარიღზე გაზაფხული თქვით ვიცოდით რომ გაზაფხულზე იქნებოდა ახლა მიზუსტებ სხვა შეიძლება დაახლოებით მე თარიღი 28-29-ზე ვარაუდობდი იმიტომ რომ ჩავხედე თუმცა საჯაროდ თარიღი ამის შესახებ არ თქმულა ბატონო არა მან სხვა რამეზეა საუბარი ზამთარი ყოველთვის არის ცუდი პერიოდი ხელისუფლებისთვის მას ჭირდება გაზაფხულზე გარკვეული ვადა იმისათვის რომ მან მოახერხოს განწყობების შეცვლა იმიტომ რომ ზამთარში ყოველთვის პესიმისტური განწყობება უფრო მეტია ვიდრე ოპტიმისტური სულთა ფსიქოლოგიური მომენტია ამიტომ თუ არ არის ხა ისეთი უალტერნატივობა როგორც იყო თავის დროზე ხო ეხლა სხვა მომენტია ამიტომ მას ჭირდება არჩევნები როდის ჭირდება ყველაზე უფრო მაქსიმალურად გადაწეული მაგრამ ზაფხულში ვერ გადაწევდნენ და ივნისს ვერ იტყოდნენ იმიტომ რომ ნათქვამი იყო გაზაფხული ამიტომ თქვენს 30 მაისი ძალიან მარტივი ლოგიკური ახსნა აქვს ამას მაგრამ მე იმის თქმა მინდა ბატონ უგზარ ეს ჩვენთვის არ იყო ნამდვილად ახალი ერთადერთი მართლა რაც პრინციპში გავიგეთ ეს არის სიახლე მთელი იმ შემოთავაზებიდან რაც ბატონმა სააკაშვილმა ბრძანა ეს იყო ის რომ ძმალე ბატონ ლევონ თარხაშვილი აღარ იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2-3 თვეში მე ეს გავიგე მათი ბატონ მიხეილის შემოთავაზება და საინტერესოა ეს იყო საკითხი რომელსაც ყოველთვის არა ძალიან მნიშვნელოვანია რატომ იმიტომ რომ ოპოზიციის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თუ კი ოპოზიციას ექნება მთლიანობაში გარანტია რომ არჩევნები იქნება დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული ძალიან ბევრი პარტია რომელიც დღეს თუნდაც აცხადებს რომ არავითარი არჩევნები ისინი წამოვლენ არჩევნებში ხელისუფლების პრობლემა ბატონო გზარი იცით რა არის რომ მან უნდა გაუჩინოს мотиваცია რომ პოლიტიკურ პროცესში იყვნენ პოლიტიკური პარტიები და არა ერთადერთი მოთხოვნით უნდა მიიღონ გარანტია თუ კი ხელისუფლებას თავაზობს ოპოზიციას რომ ჩაერთონ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში თუ კი თავაზობს საარჩევნო კომისიის ახლებური წესით დაკომპლექტებას ეს არ იქნება გარანტია იმისა რომ არჩევნები ჩატარდეს და მისი შედეგები არ დადგეს ჯგუფში მე ძალიან კრიტიკული გავხდი ბოლო პერიოდში ამ საარჩევნო ჯგუფთან დაკავშირებით ეს საარჩევნო ჯგუფის ხდომაზე თქვი ისეც გაუზიარე პარლამენტის თავმჯდომარესაც სხვათა შორის რომ მე ვერ მივხვდი ამ ჯგუფის მუშაობა არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან არა რატო იმიტომ რომ ხელისუფლება თვითონ არ არის განსხვავებული აზრებია არის ძალიან ლიბერალური მიდგომაც არის განსხვავებული უფრო რადიკალური მიდგომები უფრო ხისტი მიდგომები ხელისუფლება შიგნით არ არის ჩამოყალიბებული საარჩევნო თუნდაც მარტივი მაგალითი როგორ საარჩევნო ადმინისტრაციაზე არიან ისინი წამოსვლელები იმიტომ რომ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე რომ იყოს კონსენსუსის წესით დანიშნული მაგრამ ყველაზე მთავარი თვითონ ადმინისტრაცია როგორ ფორმირდება ამაზე ჯერ შიგნით მე როგორც კონსენსუსი არ არის ეხა ერთ კვირაში მივდივართ ქალაქ გარეთ 3 დღე უნდა იყოს ამ საარჩევნო ჯგუფის შეკრება და იმედი მაქვს რომ იქ ხელისუფლება ჩამოვა კონკრეტული თავის ვარიანტი იმიტომ რომ გამოდის ჩვენ რაღაცას ფიქრობთ, ბჭობთ. ბატონი აკომინაშვილიც ესწრება ამ შეხვედრებს, მაგრამ ჯამში წინ ვერ მივდივართ, იმიტომ რომ ბატონი აკომინაშვილი ყველაფერზე ამოფრაიბული შექმნას არჩევნების, რომლის შედეგებიც არ დადგება ეჭვქვეშ და რა ინიციატივას თავაზობთ კონკრეტულად საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით ხელისუფლება. საუბრობდა დემოკრატიულ გარემოზე, მინდა ეს თემა გავაგრძელო, უბრალოდ მინდა რომ მომეცეს შესაძლებლობა თან დავასრულო კიდევაც ის აზრი, რასაც დავიწყე.
იმისაც რომ დემოკრატიული გარემო შეიქმნას, ალბათ დამეთანხმებით რომ უნდა იყოს პოზიტიური კონსენსუსი ყველა მონაწილის მხრიდან. ჯერჯერობით მონაწილეთა რაოდენობა პარტიათა რაოდენობა არ არის მაღალი ამ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში, რაც პრინციპში არის თავსატკივარი როგორც ხელისუფლების, ასე ყველა დაინტერესებული პოლიტიკური პარტიის, რომელიც ცდილობს, რომ არა ხელჯოხებით, არა გადახერგილი რუსთაველის პროსპექტით, არა ლანძღვაგინებით, არამედ ხალხის დარწმუნებით, რაც გახლავთ თავი და თავი პოლიტიკის, ხალხის დარწმუნებით შეძლოს პოლიტიკური ხმების და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. ჩვენ ამას თავაზობთ გამუდმებით ჩვენს ოპონენტებს საარჩევნო კოდექსზე სამუშაო ჯგუფში შემოსვლას და ყველა იმ საკითხზე საუბარს სწორედ აი ამ ფარგლებში. მაგრამ ამასთანავე ჩვენ ხედავთ, რომ ვიღებთ ყოველთვის უარყოფით პასუხს და როდესაც გუშინ პრეზიდენტი ლაპარაკობდა იმაზე, რომ უნდა იყოს დიალოგი ოპოზიციასთან, პოლიტიკურ ოპონენტებთან, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს დიალოგი ხალხთან, ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი პოლიტიკური ოპონენტები, ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი ვერ გამოხატავს, ან არ შეუძლია, აქვს ინტელექტუალური ან სხვა რამ პრობლემები, თავი იმ ადამიანთა გულის თქმას, რომლებიც მათ უჭერენ მხარს, მაშინ ჩვენი მოვალეობა არის ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიდეთ უშუალოდ ხალხთან და გავიგოთ ყველა ის პრობლემა იქნება ამ საკითხთან დაკავშირებული თუ სხვა საკითხთან დაკავშირებული, რომელიც მას აწუხებს. იმიტომ რომ ეს პოზიტიური კონსენსუსი უნდა იყოს, თუ არ მიიღებს ბევრი პოლიტიკური პარტია მონაწილეობას ამ საარჩევნო კოდექსზე მუშაობაში. ეხლა ბაიდენთან მიმართვას გავეცანი და ოპოზიციის არათანმიმდევრულობის ხარისხი ნახეთ. ისინი ამბობენ, რომ იქნება გამოყოთ თქვენ ერთი გარანტორი, ერთი რჩეული პიროვნება, რომელიც შეძლებს ჩვენსა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლის თამაშს. კი, მაგრამ ბატონებო, ამ კოდექსზე ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილება, ისევე როგორც ზოგადად დიალოგის ფორმატში მონაწილეობას იღებდნენ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები. მოწადინებულები იყვნენ ამ თვალსაზრისით დიპლომატიური კორპუსი, NDI, რომელიც საარჩევნო კოდექსზე იყო არის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა განცხადება, რომ ელჩი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც არის წარმომადგენელი რომელიმე ორგანიზაციის მაგრამ NDI არ არის ელჩი მაგალითად. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არ არიან ელჩები. ევროკავშირის წარმომადგენლობა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობა არ არის ეს. აქ მთელი პრობლემა იმაშია, რომ არ არის სურვილი გადავიდეთ ცივილიზებულ პოლიტიკურ დიალოგზე. მე პირდაპირ მინდა თქვა, ჩვენმა ოპოზიციამ დიდწილად არასაპარლამენტო ოპოზიციამ და მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად საპარლამენტო ოპოზიციამაც ვერ შეძლო ჩამოეყალიბებინა ხელისუფლების ალტერნატივა, ხელისუფლების ცივილიზებული ალტერნატივა. ეს არის ძალიან მძიმე გარჯა მართლაც, რომ შეძლო დაარწმუნო ადამიანები, რომ შენ უკეთ გაუძღვები ქვეყანას და ამას სჭირდება მართლაც ბევრი მუშაობა მოსახლეობასთან, ამომრჩეველთან, პროგრამების წარმოდგენა, ბევრი და ბევრი რამ. რა თქმა უნდა, უფრო ადვილი არის გადახერგო ქუჩა. რა თქმა უნდა, უფრო ადვილია დაიქირავ საწყალი ადამიანი და ჩასვა იქ საკანში და თეობით ამყოფო ცხენძეს და ეს უფრო ადვილია, მაგრამ ეს არის გზა არსაით. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ მათთან, ჩვენ ის კი არ გვინდა, აი ბრძანებდა რომ მანიფესტაციის შემოდგომისთვის ემზადება. მანიფესტაციების კანონი, იმიტომ კი არ არის მიღებული, რომ ვინმე შემოდგომისთვის, აპრილისთვის, მაისისთვის, გვიანი თუ ადრეულისათვის ემზადება. მიღებულია, იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვიცოდეთ, რომ ჩვენი პორტები, რკინიგზები კი არ უნდა გადავკეტო და ჩავხერგოთ. ჩვენი გზები კი არ უნდა გადავკეტო, ამით დავაფრთხოთ ინვესტორების შემოსვლა საქართველოში. ჩვენ ეკონომიკას კი არ უნდა შეუქმნათ პრობლემები, როგორც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ბრძანებდა, როგორ არა ჩვენმა აქციებმა შედეგი მოიტანაო. რა არის შედეგიო, რო გკითხეს, მან მიუგო, შედეგი არის ის, რომ საქართველოში შეფერხდა ეკონომიკა და შესაძლოა პენსიები არ გაიცესო. აი ეს კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის დიახ და არჩევნების საკითხზე ძალიან ბევრი მონაწილე უნდა იღებდეს. მონაწილეობა ჩვენ კიდევ ველით რომ გამოჩნდებიან. არა ისე სხვა შორის ხანდახან ამბობენ ხოლმე, აი ჩვენ შევქმნით ცალკე საარჩევნო კოდექსს, მე ეს საარჩევნო კოდექსი არსებობს ერთი ჯგუფი და არავის არ უნდა კონდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 2010 წლის მაისში ჩატარება და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა. არასაპარლამენტო ოპოზიციისათვის ეს შემოთავაზებაც აღმოჩნდა კრიტიკის საგანი და ბატონმა დავით უსუფაშვილმა ჩვენს ეთერშიც განაცხადა, რომ ეს ხელისუფლება ამ ნაბიჯზე ახლა მიდის, იმიტომ რომ ხელისუფლებას თავისი მონაცემებით ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით ვერ მიიღებს მაღალ მაჩვენებელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. აბა რატომ მიდის ვერ გავიგე? თქვენ გქონდათ შესაძლებლობა მოგესმინათ დავით უსუფაშვილის. არა, ბატონმა დავითმა რაც თქვა სხვა რამე, ამას დიდი ხანია პირადად მე ვსაუბრობ. ეს არის მარტივი ფორმულა, მარტივი არის, ძალიან მარტივი არითმეტიკა, უნდა ამოხვიდე 100%-დან. ხელისუფლებას აქვს შანსი
რომ მიიღოს მე-13 ამ ხმების. სწორედ ამაზე საუბარი ბატონო. 67% რჩება თუ რაც რჩება 65 ნო პირობითად. 65% თუ ამ 65%-ზე იჯდება ერთი კანდიდატი, მაშინ მას მართლა რეალური შანსი აქვს რომ დაამარცხოს ხელისუფლება. ეს რაც შეეხება მერის პირდაპირ წესით არჩევას, დიახ. მაგრამ თუ იქნება სეგმენტაცია, ეს რაც მაგალითად მოხდა თბილისში მაჟორიტარ საბურთალოზე მაგალითად, როცა ბატონმა გიორგი მელაძე მოიგო, იმიტომ რომ მეორე მხარეს ძალიან დაწვრილმანდა ხმები, იმიტომ რომ იქ ხო ძალიან ბევრი კანდიდატი, ზოგმა მიიღო 2%, ზოგმა 5%, ზოგმა 20% და შემდეგ დაიღლიჩა ხმები და ბატონი გიორგი მელაძე გახდა. ოპოზიციის არასწორების გათვლა არის სწორედ ის. ეს არის ოპოზიციის არასწორი ტაქტიკა. ამიტომ ტაქტიკაც არ არის, იცით როგორ არის? აქ არის როგორი ზოგადად დამოკიდებულება, იმიტომ რომ ცხადია რომ არის კონკრეტულად პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არავისთან არ შევნენ ბლოკში და ყველა ვარიანტში ექნება. ტაქტიკაზე არ არის ხა. მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები შეჯერდებიან იმაზე, რომ იყოს ერთი კანდიდატი. ალიანსმა საქართველოსათვის გააკეთა ძალიან საინტერესო ჩვენ ვიცით შემადგენელი სუბიექტები, რაც არის ალიანსის საქართველოსაც. ალასანიამ გააკეთა განცხადება, რომ ის მიიღებს ამარჩევნებში მონაწილეობას და უნდა იყოს გაჯანსაღებული საარჩევნო გარემო. ალიანსი დაინახავს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს. ამ პარტიის წევრი არის, მე როგორც ვთქვი, დიახ, ბლოკის. ამ ბლოკის წევრი არის უსუფაშვილი, რომელიც არის მოწინააღმდეგე. ამ ბლოკის თუ კოალიციის წევრი არის ბატონი დავით გამყრელიძე, რომელიც არის მომხრე ამარჩევნების, ხოლო სავარაუდოდ კი დღეს რამდენიმე განცხადება მე პირადად წავიკითხე სააგენტოებით და აგრეთვე არის სავარაუდო წევრი, ეს არის გუბო სანიკიძის პარტია, რომელიც აგრეთვე ამბობს, რომ არა, აი ეს კონცეპტუალური არაერთგვაროვნება თვით ერთი ბლოკის შიგნითაც კი არის ძალიან სერიოზული პრობლემა ოპოზიციისათვის. ამიტომ ხელისუფლებისკენ თითების გაშვება ეხლა რომ იმიტომ თავაზობთ პირდაპირ არჩევნებს, რომ ჩვენ მაინც დავმარცხეთ და სხვა არაფერია თუ არა საკუთარი უსწორობის აღიარება. ყველა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს შექმნას ოპტიმალური ვარიანტი საარჩევნო პროცესის წინ და არჩევნებზე გასასვლელად. და ეხლა ამ შემთხვევაში რეალურად ვერ გამოვიდეს სიტუაცია, იცით რომ იგივე ხმები როცა ნაწილდება, არის როგორ გადანაწილდება. მე-13 აქეთ დაუშვათ და არჩევნი ნაწილდება და ტყდება ოპოზიციურ პარტიებში. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ეს სქემა აწვევს, მაგრამ როცა მიდის ადმინისტრაციაზე ლაპარაკი, ხელისუფლება გეუბნება, რომ ნახევარი მე უნდა ვიყო ერთი პარტია და მეორე ნახევარი უნდა იყოს ყველა სხვა დანარჩენი პარტია. ანუ ეს არის პრაქტიკულად არა თანმიმდევრული, არასწორი გაფუჭებული ანარეკლი იმის არის რეალურად ხმები. ანუ თუ აქ საუბარია რომ ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, ასევე პოლიტიკური პარტია ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკური პარტია, ლეიბორისტული პარტია, ქრისტიან-დემოკრატები და ამ შემდეგ. ამიტომ დამოკიდებულება ჩემი ინიციატივა არის თითოეული პოლიტიკური ძალა. არა, ჩემი ინიციატივა არის ის რომ ჩვენ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით იყოს ნახევარზე მეტი, ნახევარზე ნაკლები. ამიტომ ჩემი ინიციატივა ძალიან მარტივი. შეიძლება ძალიან მარტივად ჟღერდეს, მაგრამ რთული განსახორციელებელი ამას შეიძლება პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნდობა და პოლიტიკური ნება. როცა საარჩევნო ძირითადი სუბიექტები, ეს იყოს კვალიფიციური სუბიექტები, ცხადდება ჩვეულებრივი კონკურსი კომისიის შემადგენლობაზე, ეს შემადგენლობა არ უნდა იყოს ან 13 ან 15, შეიძლება არც იყოს კენტი და თავმჯდომარის სიტყვა იყოს გადამწყვეტი, მაგრამ ნუ იყოს 13, 15 დაუშვათ და ჩვეულებრივი კონკურსის წესით ადამიანები გამოდიან და შემოვიდა 200-300 განცხადება, არის ეს ჩვეულებრივი გასაუბრების მაგიდაა და ადამიანებს გამორიცხვის მეთოდით ვიღაცა ადებს ვეტოს, რომ ამბობს ეს არ მინდა, ეს არ მინდა, ეს არ მინდა. და აი ესე პროფესიული ნიშნით და პროფესიებიც არის კონკრეტული, რაც პრიორიტეტი მიეცეს მათემატიკოსი, იურისტი, სოციოლოგი, პოლიტოლოგი და ასე შემდეგ. და ამის შემდეგ ვირჩევთ ამ ადამიანებს. დანარჩენი უკვე როგორ არის, ავირჩიეთ, პროცესს ვანდობთ მათ და მათთვის ნდობის მინიჭება რას ნიშნავს, რომ თავმჯდომარესაც თვითონ ირჩევენ, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებენ 2/13-ით. ეხლა გადაწყვეტილება არის ნახევარზე მეტით. რატო? იმიტომ რომ 2/13 ამ ოპოზიციური პარტიების, რომ 13 წევრიდან 6 არის ოპოზიციური, 2/13 არ არის, იმიტომ რომ ამიტომაც კანონში ჩაწერეს, რომ გადაწყვეტილება იყოს ნახევარზე მეტი. ამიტომ რო არ იყოს ესეთი ჭიდაობა, ნახევარზე მეტი, ამას ამდენი პარტია იყოს ეს არაპარტიული ჩვენ მე მგონი თითო საარჩევნო კომისიის ხდომაზე ვიყოთ ისეთ საკითხებზე მსჯელობ მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა ერთიანი უნდა ვიყოთ იმაში რომ გავაჯანსაღოთ წინა საარჩევნო გარემო ამისათვის მართლაც აუცილებელია მიუკერძოებელი უფრო მეტად მიუკერძოებელი მედიისკენ ნაბიჯების გადადგმა საარჩევნო
მოდერნიზება საარჩევნო კანონის, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებებიც, მაგრამ ყველაფერ ამას სჭირდება პოზიტიური ნება, თამაში მონაწილეობა. ძალიან მძიმე იქნება თუ კი ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას და იქნებიან იმის იმედად, რომ არჩევნების პირველივე დღეს დაიძახონ, რომ არჩევნები გაყალბეს. ეს არის აუცილებელი დრო, მაგრამ არ არის საკმარისი. საკმარისი შეიძლება გახდეს აი სამი პირობა რაც თქვით, თუ კი მოხდება პოლიციის სრული დეპოლიტიზაცია. აი ეს თუ მოხდა, ეს უკვე გახდება საკმარისი პირობა სასამართლო რეფორმა უშიშროების საბჭოს მუშაობაში ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ შეთბატონ ამ თემას გავცდეთ თუ შეიძლება საარჩევნო საკითხს კი ბატონ ძალიან ისეთი თემაა უშიშროების საბჭო სასამართლო რეფორმა მიუკავშირებელი მედია პარლამენტის ქსხომების ქუთაისში გადატანა და ასე შემდეგ პრეზიდენტის შემოთავაზება უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით რატომ იყო ეს შემოთავაზება არაადეკვატური გეტყვით რატო იყო იმუშავა კომისიამ ეს არის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის თუ მოვლენების შემსავლელი კომისია, როგორ ერქვა, აღარ მახსოვს და კომისიის დასკვნაში თეთრი ჩავზე წერია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა უშიშროების საბჭოში არის ბოდიში შავი თეთრი წერია. ყველაზე დიდი პრობლემა უშიშროების საბჭოში არის ის, რომ უშიშროების საბჭოში არ არის გადაწყვეტილების მომზადების გარკვეული სცენარების მომზადების არავითარი სისტემა. უშიშროების საბჭო მუშაობს როგორ? ეს არის დღემდე სხვა შორის ეგრეა, მიხედავთ რომ იქ ჩაიწერა რომ უშიშროების საბჭო იყო არაეფექტური ომის დროს და პრაქტიკულად გადაიქცა პრეს-ცენტრად. მეტი ფუნქცია არ ქონა იმ მომენტში უშიშროების საბჭოს. ეხლა ესია პრეს-ცენტრია. პირადად პრეზიდენტის ეს არის მართალი არის სათათბირო ორგანო, მაგრამ მისი დატვირთვა არის ის რომ ამ ორგანოში უნდა მომზადოს გადაწყვეტილებები, კონკრეტული სცენარები და რომ გამოუშიშროების საბჭოზე უკვე 1, 2, მე-3 ამ სცენარებს უკვე მომზადებულ სცენარებს უნდა ირჩევდნენ უშიშროების საბჭოს წევრები. დღეს როგორი სიტუაციაა? შედან უშიშროების საბჭოს წევრები და მკითხაობენ და მსჯელობენ ეს გავაკეთოთ თუ ის გავაკეთოთ, თუმცა ესეც არ ხდება თვითონ. სხდომებზე სხდომა არის პრეზიდენტის განცხადება. შეკრება დასხდებიან, ჩაალაგებენ მინისტრებს ასე, ერთი მხრივ, მეორე მხრივ შუაში დაჭდება. პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას. ეხლა უბრალოდ გვეუბნება, რომ ერთხელ ეს გადმოვაჯგუფებთ მინისტრებსო და მეორე მხარეს ოპოზიციური პარტიის წევრებს დასხდით. ეს ხო არაადეკვატური არის ზოგადად უსაფრთხოების სისტემის ასეთი მიდგომა. ოპოზიციის ჩართვა? არა, ამ ფორმით რომ ეხლა დავსხდეთ ჩვენ და ერთად ვიმსჯელოთ პოლიტიკოსებმა მინისტრებმა და შემდეგ რა გავაკეთოთ რუსეთის ამ იმაზე რა რეაქცია ამისთვის აუცილებელია ეს ინსტიტუტი არსებობდეს იქ უნდა იყვნენ არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები think tank-ებს რო ეძახიან დაუშვათ რომლებიც ამზადებენ კონკრეტულ სცენარებს ეს სცენარები უნდა მოდიოდეს ეს დრამე არ ხდება ჩვენთან ეხლა რა გონია ბატონ მიხეილ სააკაშვილს რომ ამით რაიმე მოემატება უშიშროების საბჭოს შემთხვევაში პოლიტიკოსები უნდა ირჩევდნენ სცენარებს მაგრამ კი არ უნდა ფიქრობდნენ პრობლემა ეს არის ჩვენ შევთავაზეთ ჯერ კიდე დეკემბერში ქონა პრეზენტაცია ახალი კონცეფცია ამ შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ რომ მოდი სრულად ახალი მოდელი აი ამ სტრუქტურების ახალი სტრუქტურების შემოყვანის ქვედა მენეჯმენტის შემოყვანის ასე ვთქვათ სამინისტროებიდან ძალოვანი სამინისტროებიდან და ამ შემდეგ ამიტომ ესეთი დამოკიდებულება ცოტა არასერიოზული მის ხელს ოპოზიციის ჩართვა თუმცა არაფერს არ მოუტანს უშიშროების საბჭოს მეტი გახსნილობა რა თქმა უნდა ნაბიჯ გადადგმული ზოგადად დემოკრატიასთან და რაც გადადგმული ოპოზიციის ძალიან მოკლედ მინდა იმიტომ ნაბიჯები იყო ძალიან ბევრი იყო ძალიან საინტერესო შეთავაზება პრეზიდენტის რომ ყოფილიყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ოპოზიცია წარმოდგენილი და ჩვენ ვნახეთ როგორი გაშარჟების საგნად იქცა შემდეგ ეს ინიციატივა ჯერ ქალბატონის სალომე ზურაბიშვილის და მერე გუგული მაგრაძის მხრიდან იმიტომ რომ ეს ადამიანი ამბობენ დიახ ეს ჩვენ მივალთ იქ ვიქნებით საღამოს დაბრუნდებით მიტინგზე ვიქნებით რა თქმა უნდა იყო დიდი პოლიტიკური შეთანხმება ამის შეიძლება ქონდა რომ განათლების მინისტრიის მიტინგში მონაწილეობს არავინ არ უშლის სალომე ზურაბიშვილის პრობლემა ექნებოდა იმიტომ რომ სალომე ყოფილიყო პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება სადაც ჩვენ მართლა გულწრფელად ვიტყოდით იმ პრობლემებზე რა პრობლემებიც აწუხებს ერთ სფეროს თუ მეორე სფეროს ბატონ ლეონ ბრძანებდა რომ პოლიტიზაცია პოლიციის რაც არ შემიძლია ახლა დავეთანხმოთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრ
ძალიან ბევრ პოლიციელს შესაძლოა კონდეს თავისი აზრი, ხანდახან შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ეს მისი პოლიტიკური შეხედულებები გამოიხატოს არასათანადოდ და ამას შემიძლია დაგეთანხმოთ, თუმცა ის რომ პოლიცია პოლიტიზებულია და პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ეს არ მიმაჩნია სწორად და ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. ხელისუფლება მუდამ ცდილობს შესთავაზოს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, შესთავაზოს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ვერ ვახერხებთ ერთმანეთთან საუბარს, ერთმანეთთან დიალოგის დაწყებას, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი ამ დიალოგისა მრავალგზის და მრავალპლანიანი სხვათა შორის და ძალიან მრავალ სპექტრალური თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს გამოითქვა მრავალგზის. ჩვენ თავაზე ორივე მხრიდან გამოითქვა, ბატონო ზოგადად დიალოგი ვერ შედგა, რა შეამაშა. პრობლემა ისაა, რომ არ გამოითქვა, აი ბატონ ლევანი აგზანდება, ის მონაწილეობს, ის საუბრობს იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც შეიძლება თქვა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრისათვის იყოს თვალხილული, საუბრობს იმაზე, ამას შეიძლება ვინმე დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს, მაგრამ ეს ადამიანები მონაწილეობენ, რომ ისინი გადარიან დიალოგისთვის. ისინი არ მონაწილეობენ საპარლამენტო ცხოვრებაში და ეს კიდევ ერთი შეთავაზება იყო პრეზიდენტს, რომ მიუხედავად რადგან აი ესეთი ვითარება არის, მათ კიდევ ერთხელ მიეძეს შესაძლებლობა შეასრულონ იმ ამორჩევლის ნება, რომელმაც ისინი აირჩია და შემოვიდნენ ცივილიზებულ პოლიტიკურ კამათში. მაგრამ თუ ამაზე არაფერზე არ იქნება და მხოლოდ დავით გამყრელიძე აგურჩადებს იმაში, რომ რკინიგზის რელსებში, ასე არაფერი არ გამოვა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი დღეს წეგან მომობდი იმის თქმა მინდოდა, თქვენ ერთ დღეს იძახით, რომ დათო გამყრელიძე კახა თარგამაძე შეხვდა, ისასრულებს რუსეთის დავალებებს, თარგამაძიდან მიიღო ინსტრუქტაჟი, მეორე დღეს ეუნებით კაცს, რომ მოდი უშუალოდ საბჭოს დაჯექიო. თუ ის არის მოღალატე და რუსეთის აგენტია, თუ რაც არის, ვინც არის, მეორე დღეს რატო თავაზობთ უშუალოდ საბჭოს? ეს არა თანმიმდევრობა თქვენის მხრიდან არ არის? ან არის ის უშუალოდ რუსეთის აგენტი, ან თქვენ რუსეთს ან არ არის უფრო სწორედ, ან რუსეთის აგენტს ეპატიჟებით უშუალოდ საბჭოს, რაც აბსოლუტურად დიდი, ის ვთქვათ, შეცდომა დანაშაულიც ბატონი გაჩეჩილაძის ისევე როგორც გამყრელიძის პოლიტიკური იმიჯი ძალიან დააზარალა იმ შეხვედრამ და განსაკუთრებით იმან, რომ თავის ხალხს და თავის ამორჩეველს მან დაუმალა ამ შეხვედრის შესახებ მთელი ერთი კვირის განმავლობაში უმალავდა, თუმცა კი საუბრობდა იმაზე, რომ ფულის მისაღებად იყო იქ წასული. გეთანხმებით, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, პოლიტიკური შეფასებები ამასთან დაკავშირებით გაკეთდა, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ზოგადად პერსონიფიცირება ამ პროცესის მე არ მიმაჩნია სწორად მანამ სანამ არ არის ჯერ პოლიტიკური განაცხადი გაკეთებული მეორე მხრიდან. ხელისუფლება როდესაც ამბობს, რომ ის იწევს სათანამშრომლოდ ყველა კეთილად განწყობილ თავის ქვეყნისადმი ძალას, ეს ნიშნავს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას. ეს ასე არ გახლავთ, მაგრამ თავარია რომ ჩვენ მოვახერხოთ კიდევ ერთხელ ვამბობ, კიდევ ერთხელ რომ ჩვენ მოვახერხოთ თამაშის წესების დადგენა. ჩვენ მოვახერხოთ ის, რომ გაუცხოება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ჩვენ ხალხში არსებობს, მომხრეებს შორის, ოპოზიციის და ხელისუფლების მომხრეებს შორის, ეს გაუცხოება იყოს გადალახული. ხდება ხანდახან და ძალიან ხშირად ხდება, რომ ერთი შეხედვით არასწორი ნაბიჯები არის გადადგმული. მაგალითად, კანონი ვიცით, რომ დაზარალდა იმის გამო, რაც დღეს რუსთაველზე ხდება. კანონი დაზარალდა იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არსებობდა, რომ არავის არ ეფიქრა, რომ თითქოს გამოხატვის უფლება იზღუდება საქართველოში. კანონი დაზარალდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ კანონი რომ აღსრულებულიყო, დღეს ის გადახერგილი და ამით დამკვიდრები ჩვენი საზოგადოებაში. სწორედ ამაშია საქმე, რომ ეს იმასთან დაკავშირებული არ იყოს, სწორედ ამას გეუბნებოდით, რომ არავითარ კავშირში არ არის ამასთან. ეს თქვენ მეუბნებოდით, მაგრამ გამოდიოდა დაუშვათ გამოდიოდა პეტრეციკაშვილმა იცი რა თქვა, ამ კანონს იმიტომ ეწინააღმდეგებიან ქრისტიანი დემოკრატები, რომ უნდათ რომ ხალხში ქუჩაში გამოვიდნენ ოპორ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიო. ხაბას. ხო და ესე იგი თუ ეს კანონი ხელს არ უშლის არაფერი ბუნებაში არ არის. რატო დააკავშირა პეტრეციკაშვილმა ეს ყველაფერი? არ არის არაფერი ბუნებაში ისეთ, რომელსაც რაიმე გვარი ურთიერთკავშირი ერთმანეთთან არ კონდეთ, მაგრამ ის რასაც თქვენ ამბობთ, რომ ეს კეთდება იმიტომ ამ კანონში ცვლილებების შეტანა, რომ აი მოხდეს აღება, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. ეს რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ მართლაც გარკვეულწილად ფრაგმენტული პოლიტიკური კულტურის გამოხატულება არის. ეს არ არის ასე, თუმცა ყველაფერი რაც ხდება, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს. კანონი არის ცოცხალი მექანიზმი, არ შეიძლება ვთქვათ, რომ 1 წლის წინ მიგეღო ის კანონი, რასაც მიიღებ 5 წლის შემდეგ. ცხოვრება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვკარნახობს, როგორი კანონები მივიღოთ და იმიტომ ხდება ამა თუ იმ კანონის ინიციირება კონკრეტულ უნივერსალური არის, რუსთაველის ქუჩაზე რო აქცია არ ჩატარდეს, ამისთვის კანონი არ უნდა მიიღო.
ამიტომ გეუბნებით რომ არავითარ კავშირში არ არის ეს თქვენ ძალიან მე ბატონის განცხადება მოვიღოთ მე არ მომსვლენია მაგრამ ობახაბაზის რაც მოვისმინე ამაზე პასუხობ ობახაბაზმა ახსენა ეს შემთხვევაც როგორც ანომალიური შემთხვევა მე მას ვეთანხმები მაგრამ ეს კანონი იმიტომ კი არ მივიღეთ რომ ეს ერთი ანომალიური და კონტექსტიდან ამოგდებული შემთხვევა გავანეიტრალოთ არამედ იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკურმა ძალებმა ჩვენ არასაპარლამენტო ოპოზიციამ დავადგინოთ თამაშის წესი რომ არ შეიძლება ჩვენ ძალიან კარგად დავადგინოთ თამაშის წესი ამიტომ ესე ტიპის კანონები უნდა იყოს კონსენსუსისაგანი და არასაერთგვარად მიღებული ბატონო თუ შეიძლება ეს თემა იყოს განხილვის საგანი გასულ კვირას მათ შორის ჩვენს გადაცემაში ნუ დავკონკრეტებით ასე ძალიან აუცილებლად ქუთაისამდე ერთ რამეს ჩაგკითხებით ბატონო გზა თქვენ საუბრობდით გაიხსენეთ ის რომ პრეზიდენტმა შესთავაზა იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს რომელმაც მანდატები დაახიეს პარლამენტში დაბრუნება საინტერესოა როგორ წარმოგიდგენიათ ამის რეალურად განხორციელება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია ამას დაკარგდა საკონსტიტუციო თორცები ცვლილება მე არა ვარ ამ სფეროს ასეთი სპეციალისტი მაგრამ მე ვიცი რომ გჭირდება ამას ცვლილება და პოლიტიკური ნების შემთხვევაში ეს ცვლილება იქნება მიღებული და ამის პრობლემა არ დადგება. რასურათი შეიძლება დადგეს მაჟორიტარულ ოლქებში, თბილისის ორ ოლქში, როდესაც გამარჯვებულმა მაჟორიტარებმა ოპოზიციონერებმა თქვეს უარი თავიანთ მანდატებს და ჩატარდა განმეორებით არჩევნები. სადაც ჩატარდა განმეორებით არჩევნები, მე ვფიქრობ, რომ იქ ძველად არჩეული ადამიანების შემოსვლა პარლამენტში იქნება ალბათ შეზღუდული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შემიძლია ვისაუბრო პოლიტიკურ შემადგენელზე ამ ნაწილის, მაგრამ თვითონ როგორ მოხდება იურიდიული მექანიზმების ამოქმედება იმისაც, რომ პოლიტიკური ნება აღსრულდეს, თუ ეს ნება იარსებებს, ხო? ამ შემთხვევაში იქნება გაცილებით უფრო კვალიფიციური საუბარი იურისტების მხრიდან. ამავე დროს ვფიქრობ, რომ ჩვენი საუბარი უკვე რაღაცა ამ დეპუტატებთან მიმართ ნაყვას დაემსგავსება, იმიტომ რომ უკვე განაცხადეს ამ პარლამენტის შესაძლო წევრებმა უარი იმაზე რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში. იმდენად არარეალისტურია ეს პრეზიდენტის შეთავაზება, რომ ბატონ ნუგზარსაც უჭირს ამის ახსნა ლოგიკური. ძალიან რთულია ბატონ ნუგზარ დამეთანხმეთ. ამის თუნდაც ის განცხადება რომ პრეზიდენტმა გააკეთა ეს პირველი ამაში არის გეთანხმებით, მაგრამ ასრა კი არ არის. რაღაც რთულება გაგებაში იყო პრობლემა. პრეზიდენტი ამბობს, რომ კანონი ვარ მე დაახლოებით ის რაც მექანიზმზე ასე არ არის რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური შეთავაზება მე კონსტიტუციას შეიძლება ასე არ არის არავის არ უთქვამს რომ შეუსრულო ეს არის შეთავაზება კიდევ ერთხელ ვამბობ თუ ვინმესთვის უმნიშვნელო არის და მე არ მგონია რომ თქვენ ამ ადამიანთან შეთავაზება ბატონო თუ ვინმესთვის უმნიშვნელო არის ეროვნული თანხმობა და კონსენსუსი ამ ქვეყანაში თუ ვინმესთვის უმნიშვნელო არის რომ ჩვენი ხალხი ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს ქუჩებში ხელკეტებით დაერევა და ხან კიდე უშორ სიტყვებს ეძახის ხო ეს ჩემთვის ნამდვილად არ არის უმნიშვნელო და კიდევ ერთი საკითხი საქართველოს ინტერესი გახლავთ სწორედ ის რომ პოლიტიკოსებმა ყველაფერი იღონონ იმისათვის რათა მოსახლეობა უშუალოდ არ უპირისპირდებოდეს ამაში თქვენ ამ შემთხვევაში პოზიტიური მაგალითი ხართ ამ თანამშრომლები ძალიან ბევრი ამაში ხელისუფლებას დამეთანხმეთ რომ გაცილებით დიდი წილი პასუხისგებლობის გაქვთ ვიდრე სხვა ყველა ჯამში ხელისუფლებას აქვს რა თქმა უნდა დიდი წილი პასუხისგებლობის მაგრამ ხელისუფლებას პასუხისგებლობასთან ერთად აქვს უფლება რომ ყველა ის მიღწევა რაც ვარდების რევოლუციებიდან დღემდე განხორციელდა ყველა ის მიღწევა რომ ჩვენი ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ და ახლა უკვე ძალიან სწრაფი ტემპით მე ვფიქრობ მიდის ევროპული დემოკრატიის გზით ხო აი ამაზეც ხელისუფლებას არ უნდა დავაკვირდეთ დიდი რამბები როცა ეს საჭიროა კიდევ ერთი ინიციატივა პრეზიდენტმა არ გამორიცხა რომ პლენარული სხდომები საქართველოს პარლამენტისა გაიმართოს ქუთაისში ბატონ ლევან ეს არის ძალიან ემოციური ეს დაახლოებით იმას გავს როგორ გადავიდა თავის დროზე კონტროლის პალატა ქუთაისში და ჩვენმა მოსახლეობამ კარგად არ იცის რომ თავის დროზე გაკეთებული განცხადების შემდეგ მე აღმოჩნდა რომ სრულად კონტროლის პალატის გადატანას ქუთაისში ჭირდება თუ არ ვცდები 15 მილიონი ლარი და გარდა იმისა რომ სრულად გადატანის შემდეგ ქუთაისში თვითონ ერთჯერადად 15 მილიონი ლარი ჭირდება აღმოჩნდა ის რომ თბილისში რომ არიან თავმოყრილი ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების ასე ვთქვათ ძირითადი სტრუქტურები სამინისტროები და ამ შემდეგ ქუთაისიდან თბილისში უნდა იარონ მივლინებით რომ ესენი ამოწმონ ძირითადი მაინც 60-70% ესაა შესაძლებელი და მე ამ შემთხვევაში პარლამენტზე ვილაპარაკობ. ეხლა რაც შეეხება პარლამენტს, რომ დათვალოთ, რაც ქუთაისში პარლამენტის გადატანა, როცა არ უნდა იყოს ეს,
თუ გინდათ 1 წლის მერე, 2 წლის მერე ან 4 წლის მერე დაჯდება, ეს ფული რო დღეს დაახარჯოთ ან თუნდაც 4 წლის მერე დაახარჯოთ, ქუთაის გაცილებით მეტ ეფექტს მიიღებთ, ვიდრე პარლამენტის. საუბარია ნაწილობრივ გადატანაზე. ნაწილობრივ გადატანას საერთოდ ვერ ხვდები რას ნიშნავს, იმიტომ რომ როგორი სიტუაცია ჩავატარეთ კომიტეტის ხდომები, ყველაფერი აქ იმუშავა პარლამენტმა, ბატონმა ნუგზარმა იცის ეს, იმიტომ რომ კომიტეტის თავმჯდომარეა, არის პლენარული ხდომა, ის ნიშნავს რომ აპარატი ყველა ის იმ კომიტეტის აპარატი, რომლის ესე ვთქვათ, კანონპროექტები განიხილება, უნდა წავიდეს ერთი კვირით ქუთაისში. აქ ვერ იქნება რა, ის აპარატი აქ, რომელიც ამ კანონპროექტზე მუშაობს და თვითონ პლენარული ხდომა იქ გამორიცხულია, როგორ უნდა იყოს ეს, ხო? ბატონო გზარ, სანამ საქართველოს ამიტომ რა სამართლი ჭირდება, ეგ ერთი, ბატონო გზარ დაუნთავრე, ეგ ერთი. ხა მეორე მომენტი, რატო ქუთაისში? არა რატო დაუშვათ ბატონმა ჯონდიმ შემოგთავაზა სენაკი, ან მე ნახევრად ხუმრობით თქვი, თუმცა რატომაც არა, ხაშური. რატო ხაშური? ყველა დეპუტატისთვის არა, მე რატო ხაშური გიხსნით? ხაშური ხარაგაული. არა, ხაშური ხარაგაული, რატო ეს 2 ხ-ზე რატო გავჩერდი? ხაშური ხარაგაული. ხარკოვზე არა, ხუმრობ პირობითად ვახსენე. ხაშური ხარაგაულზე, იმიტომ გავჩერდი, რომ ეს არის ის ადგილი, ის ასე ვთქვათ, ნაწილი, ანუ ლიხის ქედის მარჯვენა და მარცხენა, ასე ვთქვათ, კალთები, სადაც თანაბრად არის ხელმისაწვდომი მისასვლელად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთან. შესაბამისად, ქუთაისში რო გადაგაქვს, კახეთიდან უნდა იაროს ქუთაისში, ანუ არც ისეთი უკეთესი მდგომარეობაა. თუ დეცენტრალიზაციაზე ლაპარაკი, მაშინ ამას ჭირდება არა ემოციური გადაწყვეტილება, დღესვე გადავიტანოთ ქუთაისში, როგორც თქვით, კონსერვატის პალატაზე და მე არა, როცა არ უნდა იყოს, 2 წლის მერე გადავიტანოთ ქუთაისში, ის იქნება იქ, ის იქნება იქ. მე გაირკვევა, რომ ამას ჭირდება 200 მილიონამდე, ამას ჭირდება მე დამატებით ხარჯები, რომ ყოველთვიურად ამუშაოს და მე აღმოჩნდება, რომ ეს არ არის რეალისტურია და ისევ იყოს თბილისში. ან მეორე მომენტია, დავუშვით გვინდა და კეთილი ნება გვაქვს და სურვილი გვაქვს, რომ განვუხტოთ, ესე იგი, განვტვირთოთ თბილისი. რაღაცა ხო უნდა დავთვალოთ, რატო გადაგვაქვს ქუთაისში. გასაგებია, იმიტომ რომ როცა ყაზახეთმა გადაიტანეს ალმატა ასტანაში, ამას თავის პოლიტიკური გადაწყვეტილება ქონდა, იმიტომ რომ ჩრდილოეთში მართლაც არის. სანამ პრეზიდენტი გააკეთებს შეიძლება, სანამ პრეზიდენტი. ვინმე მეცნიერები, დემოგრაფები, თუნდაც სოციოლოგიები, რა ვიცი, უამრავისა საუბრობ თითქოს ხო ეკონომისტები ეს გადადის. პრეზიდენტმა თქვა, რომ როცა გადავა ქუთაისში. ხო თქვა? გასაგებია. მე მინდა ქუთაისელებს უთხრა, რომ ეს შეიძლება ვინმე დღეს შეცდომა შეგიყვანოთ, მაგრამ შეიძლება ისეთივე წარუმატებელი პროექტი ისეთივე წარუმატებელი პროექტი იყოს, როგორც კონტროლის პალატა. ისევე არ არის რეალისტური, ბატონო, საშუალება გასცეს პასუხი ამ საკითხს. მოსთხოვოთ პირდაპირ ის ფული, რაც დაიხარჯება პარლამენტის გადასვლაში, რომ ეს ფული მოახმაროს ქუთაისს და ამით გაუმჯობესოს მდგომარეობა თქვენ ქალაქში. დიდი მადლობა. არ მგონია, რომ თქვენ აქტივს რამე შეძინოს ახლა აი ამ ტირადამ, ბატონო ლევან, მე მგონია, რომ პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ინტენსიფიკაცია საქართველოს მეორე ქალაქში და ძალიან დიდი კულტურული ტრადიციების ქალაქში ქუთაისში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიცით რომ როდესაც არის ქვეყანაში დეპრესია, ყველა მეგაპოლისებისაკენ მიისწრაფვის და 90-იან წლებში საქართველოს დეპრესიის შედეგად თბილისის მართლაც იქცა თავკომბალად, სადაც უამრავი ადამიანი სოფლებიდან, რაიონებიდან, სხვა ქალაქებიდან ჩამოვიდა და ეს არის და განსაკუთრებით ამან მართლაც ძალიან ძიმე ხასიათი მიიღო 90-იან წლებში. ამაში ვეთანხმებით ერთმანეთს. ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების განსაზღვრა, დეცენტრალიზებული იყოს ეს სისტემა, ის რომ ბათუმში გადაიტანეს ერთი უწყება, რომ ქუთაისში გადაიტანეს, რომ ქუთაისში შეიძლება ჩატარდეს პლენარული სხდომები ერთი წამით უკაცრავ. ესე არ შეიძლება მივცეთ საშუალება და კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვა ბატონ უგზარს და უნდა დავასრულოთ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქუთაის დაუბრუნდეს და მართლაც მოხდეს ინტენსიფიკაცია ამ კულტურული ტრადიციის და პოლიტიკური ტრადიციების ქუთაისში. ამ საკითხზე დიახ შესაძლებელია განხილვა, აქ საუბარი როგორ არის, რამდენიმე დღის წინ იცით რომ რამდენიმე ათეულმა ცნობილმა მეცნიერმა ქუთაისში და აგრეთვე რამდენიმე ათასმა მხარდაჭერმა ხელი მოაწერა თხოვნას ამის შესახებ. შემდეგ ბატონმა კაკობობოხიძემ ისაუბრა ამის თაობაზე, ახლა პრეზიდენტმა ისაუბრა, ახლა ჩვენ საუბრობთ ყველა ის საკითხი, როგორ რაზეც ბატონი ლევანი საუბრობს, ყველა ის საკითხი იქნება საუბარი, მაგრამ თავისთავად მართლაც კეთილშობილი და შესანიშნავი იდეა იმისა, რომ ქუთაის დაუბრუნდეს
ისეთივე ცხოველმყოფელობა რაც ამ ქალაქს ჰქონდა და ჩვენ ვეცავთ ამაზე უარის თქმა ბატონ ლევანის პრაქტიკული განხორციელება ამისა და ხარჯების ზრდა ამაზე საუბრობთ ამაზე და მე გითხარით მოტივაცია ვერ მეტყვით რა დაჯდება გარდა ემოციური ასე მომენტები თქვენ არ გითხონთ ბატონ ლევან რა დაჯდება და ვერ ციტყოდით არ მგონია რომ იმდენად ახლა არასერიოზულ საუბარში ჩავერთვით რომ იქვეთ ახლა შეიძლება 200 მილიონი ლარამდე დაგწეს. ხო, აი ეს შეიძლება, სწორედ შეიძლება იყოს თანდევი თქვენი პოლიტიკური წინადებისაც გადახა. ჭირდება და სწორედ ამიტომ ეს ხვალკი არ ხდება. ეს არის იდეა, ეს არის ინიციატივა, შეიძლება ვინმე მოიწონოს ეს ინიციატივა, შეიძლება არ მოიწონოს, მაგრამ როდესაც იქნება კონსენსუსი და მე მგონია საქართველოში არის კონსენსუსი. ბატონ უგზარ, ბოლოს შეკითხვა უნდა დავსვა. ინიციატივა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ბატონ ლევან, თუ შეიძლება, იმიტომ რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის ბატონებო, ბატონ უგზარ, ბატონ უგზარ, ბოლოს კითხვა უნდა დავსვათ, თუ შეიძლება მომეცით ამის საშუალება, ინიციატივა სასამართლოსთან დაკავშირებით, ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ კი მოხდება ზეწოლა მოსამართლეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ნიშნავს ეს ინიციატივა ხომ არ არის ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი მინიშნება იმაზე, რომ ჩარევა ხდება ისედაც მოსამართლეების საქმიანობაში. ისე ჩარევა ამას ვერავინ ვერადოს არა მარტო მოსამართლეებთან დაკავშირებით, არამედ კანონდარღვევებს ვერავინ ვერადროს ვერ გამორიცხავს. ის რომ ჩვენ ვამკაცრებთ საჯელს იმისათვის, აი ამ ტიპის დანაშაულისათვის, აი ამ ტიპის ზეწოლისათვის, ეს ნიშნავს იმას, რომ გვინდა გაიზარდოს სასამართლოს მიუკერძოებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ესეც მიმაჩნია, რომ არის ნაბიჯი შემდგომი დემოკრატიულობისაკენ. აი ეს გახლავთ ჩემი პასუხი აი თქვენ შეკითხვას. დიდი მადლობა. და ერთადერთი საკითხია მართლა რომელიც შეეხება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს და ამაზე ერთ სიტყვით მარტო ჩვენ კომიტეტს ამაზე მე მგონია რომ დამაცეთ მართლა ძალიან მოკლედ ვიტყვი პრეზიდენტის ერთ-ერთი ინიციატივა იყო და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ინტეგრაციისათვის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების თავის სამშობლოსთან რომ მიეცეს შესაძლებლობა ეხლა აღარ ჩამოთვლი იმ შემთხვევებში ამაზე ცალკე საუბარი იქნება რომ ჩვენს თანამოქალაქეებს რომლებიც იყვნენ 90-იან წლებში წასული ან და არიან ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები მიეცეს შესაძლებლობა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის. მიმაჩნია რომ ეს ყოველთა ქართულთა შეკრების თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ლევას სულდა კომენტარი სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლოში რო ყველაფერი კარგად არ არის, მაშინ არ შემოგთავაზებდნენ. იცით რა, ხელისუფლება არის ძალიან რთულ სიტუაციაში. თან გვეუბნება რომ სასამართლოში ბატონი აკომინაშვილის გამოსვლა მინდა გავიხსენო რომ იქ არის ყველაფერი კარგი. ყველაფერი კარგად არ ვთქვამს, მაგრამ გითხრა რომ ეს ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ რომ ეს ყველაფერი ინსინუაციებია, რას ლაპარაკობთ? აგერ არის სასამართლო ნახეთ სტატისტიკა და მართლა შევხედე სტატისტიკაში და იცით რა აღმოვაჩინეთ? რომ 5000 საქმიდან რომელიც პირველ კვარტალში თუ არ ვცდები წელს 2009 წელს განიხილა სასამართლოებამ, მხოლოდ 6 არის გამამართლებელი განაჩენი. კარგი, ამას თავი გავანებოთ და მეორე ყველაზე რეფორმისტული მუხლები მე ვფიქრობ, ყველაზე რეფორმისტული მართლა რევოლუციური მუხლები იყო ამ საპროცესო კოდექსის 114-115 მუხლები. იცით რა არის? რომ მოწმე ჩვენებას იძლევა არა პროკურორთან, წინასწარი ეს თქვა, ჩვენებაზე ლაპარაკი, არამედ პირდაპირ მიდიდა სასამართლოზე იძლევა ჩვენებას. აი ეს მუხლები ძალა შევა 3 წლის მერე დღიდან. ანუ დღეს ბოლომდე ვერ იყო. ეს არის ამეთანხმეთ რომ ეს არის მტკივნეული პროცესი. ვერ იყო გამბედაობა. ეს არის დიდი მადლობა. აი ეს რევოლუციური მუხლები აი მოქმედებდა 2010 წლის. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან მიხარია თქვენ ახსნით რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, მაგრამ ვადა მიგაჩნიათ უფრო აქეთ უნდა იყოს ყველა შემთხვევაში. ჩვენი თანხმობა უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით რომ ხელისუფლება დგას ძალიან მნიშვნელოვან სასიკეთო ნაბიჯებს ამ ქვეყნისათვის და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ როგორც თქვენ ასევე განსაკუთრებით არასაპარლამენტო ოპოზიციას იყოთ მოზიარენი ამ წარმატებების რომელსაც მივახცევთ. ეს დავასრულოთ ბატონ ლევან. ძალაში შევა მაშინ ძალიან ისეთი კომიკური სიტუაციაა. ჩვენ პრეტენზია გვაქვს სააკაშვილის ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ის ახდენს გავლენა სასამართლოებზე. ბატონებო, თუ შეიძლება. და ერთი ფრაზას, ის ახდენს გავლენა სასამართლოებზე და თუ ეს მუხლი რომელიც ფუნდამენტალური მუხლია ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც ფორმალურად როდის გაზდის ხო სააკაშვილის ვადა შეიძლება მანამდე მოხდეს ცვლილებები, მაგრამ თუ მივიდა იქამდე სააკაშვილის მერე თუ შევიდა ეს ძალაში რა აზრებს ჩვენ ეხლა გვინდა რომ შევზღუდოთ დღევანდელი ხელისუფლება იმ ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა გადაცემას მონაწილეობისათვის. მხოლოდ დღევანდელი კვერცხი არის. ბატონ უგზარ ვასრულებ გადაცემას. ბატონ მერე სააკაშვილის მერე დეპუტატები ნუგზარ ციკლაური და ლევან მეხხვაძე გახდნენ დღეს პირველი თემის სტუმრები. ჩვენი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. პირველი თემა ხუთშაბათამდე გემშვიდობებათ მომავალ შეხვედრამდე.